იმიტომ ისე არ ხდება. აი ხა დავიწყე. კარგი, ვისაუბროთ დღეს ცოტა კონკრეტულად ჩავიდეთ ობიექტების დეტექციაზე და რამდენიმე არქიტექტურა განვიხილოთ. სინამდვილედ ჩვენ განვიხილავთ ორი ტიპის მიდგომას. ერთი არის single shot detection-ი, ანუ ერთი ნეირონქსელის ერთი ფუნქციის ერთი გამოძახებით დეტექცია და ერთ არქიტექტურაში არის ჩადებული უბრალოდ რამდენიმე თავი აქვს დამატებული და რამდენიმე კომპლექსური მაღალგანზომილებიანი სივრცეში ხდება ასახვა. ანუ მაღალგანზომილებიან ტენზორს აბრუნებს ეს ნეირონქსელი და ამ ტენზორში არის შეხოვული ობიექტის დეტექციის ობიექტის შესახებ ინფორმაცია. და მეორე მიდგომა არის რამდენიმე ქსელის, რამდენიმე არქიტექტურის ფაქტიურად ერთმანეთზე დაშენება. ერთი მეორეს მიყოლებით ან პარალელურად გამოძახება. და ამაზე ვილაპარაკეთ. აუტლაინი რო ნახოთ, ხა გეგმა რო ნახოთ, ხევანდელი იქნება შესავალი ობიექტების დეტექციაში და ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებულ ერთი ქსელით დეტექციებზე, ერთი კომპლექსური მაღალგანზომილებიანი ტენზორებით დეტექციებზე და სურათების გრიდი როგორ იქნება კარტულად ხო სურათების დანაწილებით გრიდში გატარებით ან მესერში გატარებით სურათების მესერიზაციით დეტექციაზე ვისაუბრებთ და მეორე იქნება ვისაუბრებთ ასევე ეგრეთ წოდებულ საბუძველ ჩარჩოებზე, ეგრეთ წოდებულ anchor box-ებზე და არამაქსიმალურ შეზღუდვას, შემცირებაზე, ან წაშლაზე, ან გაქრობაზე. ვისაუბრებთ მახასიათებლების პირამიდების მოდელებზე და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ რეზნეთის არქიტექტურას და რეზნეთის არქიტექტურის რაღაცნაირ ინტუიციით შევეცდებით ავხსნათ აქაც ცოტა რთული არქიტექტურა და მახასიათებლების კომბინაცია ხშირად ენკოდერში და დეკოდერში არა მარტო ობიექტების დეტექციაში, ასევე სემანტიკურ სეგმენტაციაში გამოიყენება და სხვაგანაც გამოიყენება. კლასიკურ ტრანსფორმერშიც კომბინაცია ხდება. დაკვირვებით კომბინაცია, ყურადღებით კომბინაცია ხდება ენკოდერში და დეკოდერში. და დღეს ვილაპარაკებთ ერთ მაგალითზე და მე შემდეგში, როდესაც UNET-ს გავუვლით, რომელიც საკმაოდ პოპულარული, საკმაოდ კარგი ქსელია. და კარგი კიდევ იმით არის მარტივია, არ არის ძართული ასახმელად, შეიძლება სუბიექტურად ფიქრობ ესე, მაგრამ და თავიდან იყო მეტი სამეცნიერო მონაცემებისთვის გაკეთებული და აღმოჩნდა რომ UNET-ი არა მარტო სემანტიკურ სეგმენტაციაში, სურათების მაგალითად რეზოლუციის გაზდაში, სუპერ რეზოლუშენის ამოცანებში, სუპერ რეზოლუციის ამოცანებში, ასევე UNET-ის არქიტექტურა გამოიყენება, რაც მოდა რაღაც მოდიფიკაციებით, ეგრეთ წოდებულ diffusion მოდელებში, დიფუზიის მოდელებში, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია სურათების გენერაციაში. ახლა აქ უბრალოდ პირამიდების ქსელზე რეტინალეთს შევეხებით. არქიტექტურაში ხმათ არ ჩავალთ, ბევრი დეტალი მეც აღარ მახსოვს რეტინალეთის, მაგრამ თავარი არის ფიჩი პირამიდა და შეიძლება ცდომილებაზე ვილაპარაკოთ, ხო? ეგრეთ წოდებულ ფოკალურ ცდომილებაზე. და მერე ვისაუბრებთ უკვე მრავალ გამოძახებიან, მრავალნაწილიან ობიექტების დეტექციაზე და განვიხილავთ RCNN-ის ოჯახს, რომელზეც აი შეხება უკვე ქონია ერთ-ერთ ჩვენგანს. ანუ ახლა რა პლუსები აქვს, რა მინუსები აქვს, ხო, single shot, ანუ ერთი გამოძახებით ერთი გასროლით დეტექციას, ხო, ერთი დაკვირვებით დეტექციას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უფრო მაღალი სიზუსტე შეიძლება გქონდეს, ხო, მრავალ საფეხურიან მოდელებს. აქვს ძალიან დიდი მინუსი, რომ პირველ რიგში რომ ძალიან რთულია მათი გაწვრთნა, ძალიან მძიმეა ეს მოდელები. თუმცა ხა დღეს უკვე ეს სლაიდი ხა მივიღეთ ჩემი ძველი ლექციები და რაღაცები შევაჯამე, რაღაცები გადავაკეთე, გადმოვიტანე ტექსში. მადლობა ავტომატიზაციას დღეს შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, ისევ ხელოვნური დაფუძნებული ინსტრუმენტის გამოყენებით და შეიძლება რაღაცები მაქვს ძველად, რასაც ყურადღება იქცეოდა, მაგრამ დღეს უკვე ისეთი გიგანტური მოდელებია, რომ შეიძლება ამაზე აღარც ისაუბროს ადამიანმა, მაგრამ მაინც
ყოველ შემთხვევაში ეს მოდელები სულ ყველაფერს თავადავანებოთ შეიძლება ეგრეთ წოდებულ ჩადგმულ მოწყობილობებზე გავუშვათ, ხო? და იქ კიდევ მეხსიერებას მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთან გავუშვათ კომპიუტერზე, ან რომელიღაც სერვერზე, სადაც უფრო ძვირი დაგვიჯდება კომპიუტერული რესურსების მიხედვით, გამოთვლითი რესურსების მიხედვით. ასევე არის ძალიან რთული ჰიპერპარამეტრების ხო დასმა, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ჰიპერპარამეტრია, ბევრი აქტიურად ბევრი განსხვავებული რამდენიმე ქსელია, რამდენიმე ქსელის გაწყვეტა გვიწევს. და ხო, ну, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძვირია კომპიუტერული რესურსებისა და მეხსიერების მხრივ. და აქედან გამომდინარე, უბრალოდ გამოთვლითი რესურსებისა და მეხსიერებაც გამოთვლითი რესურსებია. ოპერაციული რესურსია გამოთვლითი მეხსიერების მხრივ. და აქედან გამომდინარე, ზიმია დაკვირვების დროსაც და გაწვნის დროსაც და არა მარტო გაწვნის დაკვირვების დროსაც კი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ნამდვილ დროში, ხო? ესიერი დაკვირვება და ამისთვის ზუსტად ერთ გამოძახებიანი, ანუ ერთ მოდულიანი, ერთ ფუნქციანი, ასე ვთქვათ, არის ქართულად როგორ დავარქვა ტერმინოლოგია, როგორც ვიჭირს, მაგრამ დეტექტორები გამოვიყენოთ, ხო, ეგრეთ წოდებული single shot დეტექტორები. ну, მოდი ახლა კიდევ ერთხელ წინაზე ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ და გავიხსენოთ კლასიფიკაციას და ლოკალიზაციის ამოცანას, სადაც გვაქვს მრავალი ან რამდენიმე ცდომილება, ხო, რამდენიმე მიზნობრივი ფუნქცია და რამდენიმე მიზნობრივი ცვლადი. მაგალითისათვის რეგრესიაში შეიძლება გქონდეს, ну, კლასიკურ რეგრესიაში შეიძლება გქონდეს ერთი ან მრავალგანზომილებიანი მიზნობრივი ცვლადი, მაგრამ პროექცია გვაქვს ფოკუსირებული და კლასიფიკაციაში გვაქვს კატეგორიული მიზნობრივი ცვლადები, ხო? კვალიტატიურები. და ჩვენ შეიძლება გქონდეს ნეირონული ქსელი, როგორც წინაზე ვილაპარაკეთ, სადაც მაგალითად გამომავალი ტენზორი, ან უფრო სწორად ვექტორი იყოს კონკატინაცია, ანუ გადაბმა და თითოეული განზომილება აღნიშნავდეს ორი სხვადასხვა მიზნობრივი ცვლადის. პირველი 4 განზომილება აბრუნებდეს მაგალითად ობიექტის კოორდინატებს, მაგალითად ცენტრის კოორდინატებს და სიმაღლეს და სიგანეს, ან მარჯვენა და მარცხენა დიაგონალზე არსებული წერტილების კოორდინატებს, უკიდურეს დიაგონალზე არსებული და მეორე აბრუნებდეს უკვე ყველა კლასის შესაბამის ალბათობის განაწილებას. და ეს იყოს ერთმანეთზე გადაბმული. მაგალითად, თუ გაქვს 10 კლასი, იქნება უკვე 14 ჩვენი ვექტორის გამოსავალი, იმიტომ რომ პირველი 4 იქნება, ან ქვედა 4 ან ბოლო 4 იქნება რეგრესიის, ანუ 4 ობიექტის კოორდინატები, სად არის ეს ობიექტი. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ერთი მოდელით გავაკეთოთ ორი რაღაცა. არა მარტო კლასიფიკაცია გავაკეთოთ, არის თუ არა ამ სურათზე კატა, არამედ ვიპოვოთ სად არის ამ სურათზე კატა. მაგრამ სირთულე შემოდის, როდესაც წინაზეც ვისაუბრეთ, როდესაც გვაქვს რაღაც განუსაზღვრელი რაოდენობის ობიექტებისა და კლასების ბევრი გვაქვს, მაგრამ თან გვაქვს განუსაზღვრელი რაოდენობა ობიექტებისა, მაგალითად შეიძლება 10 კატა იყოს სურათზე, ხო, ან 5 კატა და 6 ძაღლი იყოს. ჩვენ ხო წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, არ ვიცით რამდენი კატა და რამდენი ძაღლი იქნება და ერთ ვექტორში ვერ შევახოთ. ეხლა ერთ ვექტორში როგორ ჩავდო, მე 10 კატა და 10 ძაღლი იქნება, მე შემდეგში 9 კატა და 9 ძაღლი იქნება, ან ჩემმა მოდელმა როგორ დააბრუნოს სხვა განზომილებიანი ვექტორები, ხო? ეს საკმაოდ მოუკრეფებელია, განსაკუთრებით, როდესაც ოპტიმალური და ჩქარი გამოძახება და ჩქარი დაკვირვება გჭირდება. ხო, აქ ვისაუბრეთ, რომ ქსელის გამომავალი ნაწილი, ანუ ქსელის პასუხი, ქსელის მნიშვნელობითი სიმრავლე უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, წინასწარ უნდა ვიცოდეთ მისი განზომილება და როდესაც გვაქვს სხვადასხვა რაოდენობის ობიექტები, ხო, მაგალითად 10 კატა და 6 ძაღლი და მეორე შემთხვევაში 2 კატა და 1 ძაღლი და მესამე შემთხვევაში მხოლოდ კატა, ერთგან რომ უნდა იყოს, თქვათ, ну კატა ძაღლი გვაქვს, ხო, 2 არის კლასების რაოდენობა, 4 არის ვექტორების რაოდენობა. 4 და 2 შეგვიძლია 6 უნდა იყოს ჩვენი გამომავალი განზომილებიანი ვექტორი, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს 10 კატა და 2 ძაღლი თუ არის უკვე 12 ჯერ 6, მესამე შემთხვევაში იმიტომ თითოეულმა უნდა დააბრუნოს, ხო, რაღაც რა ობიექტია და სად არის ეს ობიექტი. ხო, და ამ შემთხვევაში განაწილება უნდა იყოს თითოეული კატისთვის და თითოეული ძაღლისთვის და მესამე შემთხვევაში უნდა იყოს 5 ძაღლი, 5 რაღაც ძაღლი და ვაკატა მაგალითად 7 კატა მაშინ. აი სამას 12 დავსი. 5 ძაღლია თქვა.
23 კატა, მაშინ და დაბრუნოს 28 ჯერ 6 განზომილებელი ვექტორი, ხო? საკმაოდ მოუხერხებელია ამის წინასწარ განსაზღვრა, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიცოდეთ ნიშნულოვანი სიმბოლო, სადაც არის ჩვენი ფუნქცია, ჩვენი მოდელის, ხო, ფუნქციას აქვს განსაზღვრა და ნიშნულოვანი სიმბოლო განსაზღვრაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნიშნულოვანი სიმბოლო ვერ იქნება ცვალებადი, ხო? ნუ პირველი მიდგომები იყო აი საკმაოდ რთული ობიექტის დეტექციის სხვადასხვა კლასიკური კომპიუტერული ხედვის ამ სახით ამოცნობის კლასიკურ ამოცანებს იყენებდნენ ეგრეთ წოდებული ბლობის, ხო, ეგრეთ წოდებული კვრივი ობიექტების დეტექცია, პოვნა, შემდეგ თითოეული დეტექციის კლასიფიკაცია. საკმაოდ მოუხერხებელი იყო, ანუ ერთი ეგრე მოდელი შეგვიძლია ამდენჯერმე გამოვიძახოთ, ხო, ამდენ კატაც იქნება ინტენჯერ რაღაც კვრივი ობიექტები მოვძებნოთ, ბმული ობიექტები მოვძებნოთ, ხო, კატასიტად ერთი ფერია, განჭრელი ფერია, ქეჭრელი ფერი მონაცვლეობაშია და რაღაცნაირად მოვძებნოთ, რომ ობიექტი არის და შემდეგ ამ ობიექტზე დაკვირვება გავაკეთოთ. ესეთები იყო მოძრავი პანჯრები, თქვა, დადიოდა პანჯარა სურათზე. და ეს მოძრავი პანჯარა სადაც იპოვიდა ობიექტს, კლასიფიკაციას აკეთებდა ყოველ გავლაზე. ეს პანჯარა ძალიან დიდი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ გამოტოვებდა მაშინ რაღაც ობიექტს, ხო, ან რამდენიმე ობიექტს ერთად დაფარავდა. ამის ზომა, პანჯრის ზომის დასმაც საკმაოდ მოუხერხებელი იყო. ნუ ეს RCNN-ების მთელი ოჯახი ცოტა სხვა მიდგომით წავიდა. პირველი რაც იყო კლასიკური RCNN-ი, იყენებდა კლასიკურ ალგორითმს, რომელსაც ქვია სელექციური ძებნა. რომელიც ამ ბმულ ობიექტებს და კვრივ ობიექტებს პოულობდა და აკეთებდა 2000 წინასწარ განსაზღვრავდანობას, მაგალითად 2000 შემოთავაზებას, რომ აი აქ არის თუ არა ობიექტი. ამ 2000 შემოთავაზებისთვის 2000 ჯერ გამოძახება, ან პარალელურად ერთხელ, მაგრამ 2000 გამოძახება ხდებოდა. კლასიფიკატორის, რომელიც გვეუბნებოდა არის თუ არა საერთოდ ეს ობიექტი ხის თუ არა ამაზე ყურადღების გამახვილება და თუ არის მერე კარგი ლოკალიზაცია ცალკე უნდა გაეკეთებინა და ეს საკმაოდ მოუხერხებელი და მძიმე იყო, თუმცა ნუ ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო მაშინ რაღაც სანამ მოიგონებდნენ უფრო გახვეწილ ალგორითმს. მეორე იყო მესერად დაყოფა. ანუ ბადეთ დაყოფა ამ ჩვენი სურათის, რაღაც ბადეთ გადაფენა ამ ჩვენ სურათზე წარმოიდგინეთ, რაღაც სეტკად ან ბადეთ ქართულად ამის სეტკა არის. რაღაც დავყავით, მესერად დავყავით და თითეული ოთხკუთხედისთვის უკვე წინასწარ განსაზღვრულია, მაგალითად ჩვენ თუ ვიცით, რომ ჩვენი სურათი ყო არის 299 და შეგვიძლია დავყოთ 19-ზე 10-10-იან 6-6-იან გააჩნიეთ ამოცანის მიხედვით და ქსელის მიხედვით და მოთხოვნების მიხედვით გამოთვლით და სიჩქარის მოთხოვნით მიხედვით შეგვიძლია დავყოთ და ნუ მიზანშეწონილი უნდა იყოს, ხო? რამდენად ზუსტი უნდა იყოს და რამდენად ეფექტური და ჩქარი ჩვენი მოდელი და იაფი. ამ მიზანშეწონილების მიხედვით შეიძლება დავყოთ რაღაცა 16-16-ზე 19-19 მონაკვეთებად, ანუ 19-19-ად დავყოთ ეს ჩვენი შემავალი სურათი და 9 თითეულისთვის უკვე ვიცით, რომ თითეულისთვის გამოვა რაღაც განზომილებიანი ვექტორი და უკვე ვიცით, რომ მაგალითად იქნება 19/6 ჩვენი პასუხი. всё, აღარც ქვევით მივდივართ, აღარც ზევით მივდივართ და 19-ჯერ დაყოფა, 19-ზე დაყოფა სავსებით საკმარისი შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი და ეფექტური მოდელის და საკმაოდ მაღალწარმოებიანი წარმოდობის მოდელის მისაღებად. მაგალითად საკითხავთ ახლა. დიახ, გისმენთ? წინა სლაიდზე გეწერათ, რომ რეგიონების proposals აგენერირებს RCNN-ო, მაგრამ ეგ faster RCNN-ში არ არის ჩაშენებული პირდაპირ RPN-ი. RCNN-ში ხო არ არის ეგეთი რაღაცა bounding box-ებს ჩვენ ვაწვდით და თვითონ აკეთებს კლასიფიკაციას. RCNN-ის bounding box-ებს აწვდით რითი? არის ეგრეთ წოდებული, ახლა ვთქვი ზუსტად, არის ეგრეთ წოდებული მოდელი, ხო, კლასიკური მოდელი რაც არის RCNN-ის, პირდაპირ სურათზე აკეთებთ, არის ეგეთი შერჩევითი ძებნა, selective search. და იმით აკეთებთ კვრივი ობიექტების და ბმული და კვრივი კომპონენტების მოძებნას. ეს არის ხარბი ალგორითმი, კარგი იქნება თუ თავისუფლად დროს გაარჩევთ selective search-ს ამ ალგორითმს ჩავალთ და ნახავთ და ამით კი აკეთებს region proposals. ანუ თვითონ ქსელი კი არ არის რამე დამატებითი, უბრალოდ ეს ამას აქვს შეგვიძლია წინასწარ განსაზღვროთ, რომ ამდენი რეგიონის პროპოზალი გავიკეთოს, ამდენი რეგიონის შემოთავაზება გავიკეთოს. ეს გვიკეთებს 2000 რეგიონის შემოთავაზებას, მაგრამ fast-ი და faster-ზე მე ვილაპარაკეთ. Fast RCNN-ში თუ არ ვწდები რეგიონ პროპოზალი გააკეთეს უკვე კონვოლუციური, რამდენიმე კონვოლუციური შრის მერე, რამაც ძალიან დაწია განზომილება და ამან ააჩქარა. ამიტომ ეს შერჩევითი ძებნა ნელი ალგორითმია. ხარბი ნელი ალგორითმია. და გააჩქარა
შედარებით ზემნა, მაგრამ faster-ში უკვე ამოიღეს ეს ალგორითმი და გააკეთეს უკვე ნეირონგსას ათქმევინეს, არის თუ არა ეს რეგიონი. პროპოზალით გააკეთებდა ნეირონგსელი, როგორც სემანტიკური სეგმენტაცია დაახმარეს. და მე იმას გეკითხებოდით, რომ RCNN-ში ხმარობთ ექსტერნალურ ალგორითმს, ხო, როგორც selective search არის, ანუ შიგნით არქიტექტურაში არ ვაკეთებ. Fast-sheets მაგას ხმარობთ ოღონდ უკვე კონვოლუციური ფილტრის მერე. ანუ კონვოლუციური ბირთვი რო გადაივლის, მე ფილტრებს დააგენერირებს ის, ხო? აი, უბრალოდ მახასიათებლების ტენზორს დააგენერირებს, ამ მატრიცების სიმრავლეს დააგენერირებს, Z ვიყენებთ უკვე ამაზე ვიყენებთ უკვე იგივე გარე ალგორითმს, რომელიც არის selective search. ეს არ არის ალბათ ეს კლასიკური კომპიუტერული ხედვით შეგვს. გასაგები. და აი მაგალითად ეს სურათი რო წარმოიდგინოთ, ეხლა ამ სურათზე მე თუ თითოეული გრიდისთვის, ანუ თითოეული აი ჩემი მესერის თითოეული პატარა ოთხკუთხედისთვის, მაგალითად თქვი რომ აი აქ არის მანქანა და თითოეულ ოთხკუთხედმა დააბრუნა არა ამ წერტილში, მაგრამ კონკრეტულ წერტილში, ანუ თლიანი მანქანის კოორდინატები რაც იქნება. ოღონდ რამდენჯერ დააბრუნებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4-ჯერ, 19ჯერ დააბრუნებს მანქანის კოორდინატებს, ძაღლის კოორდინატებს, თქვათ. ყოველ შემთხვევაში, უბრალოდ რა წერტილშიც მოხდა, ჯერ არის თუ არა ეს ობიექტი ამ წერტილში, რაიმე ობიექტი ამ წერტილში, ამ წერტილში და რა კლასის ობიექტი. ამ წერტილში არის თუ არა ობიექტი პირველი ეს დააბრუნოს. საერთოდ არის თუ არა. მაგალითად, აქ არ არის. ჩვენ გზას მაგალითად გზა არ აქვს ჩვენ კლასებში. ხო, ჩვენი მოდელი შეზღუდულია კლასიფიკატორის, ხო? კვალიტატიური მონაცემები, კატეგორიული მონაცემები, რაც შეზღუდული რაოდენობის, მაგალითად, ძაღლი, ველოსიპედი, მანქანა და ასე გვაქვს სხვა. კატა. ამ შემთხვევაში აქ დააბრუნებს რას? არაფერს ხო, არ არის ობიექტი კეთვის. აქ დააბრუნებს რომ მანქანა, აქ დააბრუნებს მანქანა, აქ დააბრუნებს მანქანა. პირველ დააბრუნებს რომ არის ობიექტი, უბრალოდ. აქ დააბრუნებს რომ არის ობიექტი, აქ დააბრუნებს რომ არის ობიექტი. ხო, აქ დააბრუნებს რომ არ არის. იმიტომ რომ ხეს დააჩეს არ აქცევს ყურადღებას, უბრალოდ ხმაურია ამისთვის. აქ რო დააბრუნებს რომ არის ობიექტი, მე ან პირველი განზომილება გვეუბნება, არის თუ არა ობიექტი, უბრალოდ ერთი ბიტია 0 ან 1. ну, რა თქმა უნდა, სიმბოლოში ერთი ბიტი არის, იქნება ეს იქნება ალბათობა, ხო? რაღაც ალბათობით არის თუ არა ობიექტი. და რაღაც ეს ალბათობა მაგალითად თუ 0.5-ია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ობიექტი არის. მეორე დააბრუნებს კოორდინატებს. ხო, კოორდინატებს ამ ობიექტის. ესეც და ესეც წესით უნდა დააბრუნებდეს ერთი და იგივე კოორდინატებს ამ ობიექტის. მაგალითად, ცენტრის კოორდინატებს, რომელიც აქ მდებარეობს, ოღონდ ამანაც ეს უნდა დააბრუნოს და ამანაც ეს უნდა დააბრუნოს და ასევე დააბრუნოს მაგალითად ცენტრის და სიმაღლის და სიგანის კოორდინატებს. ანუ ამას რო ჩარჩო შემოვარტყათ და პრინციპში შემორტყმული აქვს ეს ზედანაწილად ჩავთვალოთ, ანუ ცენტრი S და S დააბრუნებს აი ამ შემორტყმული ჩარჩოს კოორდინატებს. ეს გრიდი, ანუ ეს უჯრაც დააბრუნებს ამათი ცენტრის, ანუ ამის და შესაბამისი ჩარჩოს კოორდინატებს. ну ჩარჩოს ცენტრის და სიმაღლის სიგანის კოორდინატებს, რაც შეიძლება ურთიერთსახელსახვით გადავიყვანოთ თლიანი ჩარჩოს კოორდინატებში. ანალოგიურად ველოსიპედის, სადაც მოხდება, დააბრუნებს, ესეც დააბრუნებს ველოსიპედის ცენტრის, ანუ ამის და ველოსიპედის შემოსაზღვრელი ჩარჩოს კოორდინატებს. ეს დააბრუნებს ობიექტი აქ არ არის, ამის პირველი ბიტი იქნება ობიექტი არის, ამის იქნება არის, ამის იქნება არის, ამისი კლასი იქნება ველოსიპედი, ვთქვათ, ალბათობა ველოსიპედის შესაბამის განზომილებაზე იქნება მაღალი, როგორც კლასიფიკაციაში ვნახეთ, ხო? ამისი იქნება ძაღლის შესაბამის განზომილებაზე მაღალი, ამის მანქანის შესაბამის განზომილებაზე მაღალი წესით და კოორდინატები წესით ყველა ერთეგივე უნდა დააბრუნოს. ყველა რომელიც ერთეგივე, ყველა უჯრა რომელიც ერთეგივე ობიექტთან განაიკვეთება, იმან უნდა დააბრუნოს წესით ერთეგივე კოორდინატი. აი აქ, ხო, გვაქვს ობიექტის კლასები და გვაქვს შესაბამისი ბოქსები. თითოეული ობიექტის ბაუნდინგ ბოქსები, ხო? ანუ თითოეული ობიექტის კოორდინატები. ანუ თითოეული ქსელისთვის დააბრუნებს პირველი არის თუ არა, ანუ არსებობს თუ არა ამ ქსელში ობიექტი, მეორე დააბრუნებს უკვე კლასები და რომელი კლასის არის, მაგალითად CO-ზე მაღალ ალბათობას დასვას დანარჩენებს ძალიან დაბალს ან ნოლს და შესაბამისი კოორდინატები მისი ჩარჩოს. ანუ bounding box ქართულად ეძახით ჩარჩოს. შემოსაზღვრელ ჩარჩოს. ანუ თითოეული, ანუ ეს დააბრუნებს 19ჯერ ესეთ რაღაცას.
ეს არის თუ არა შიგნით ობიექტი, ეს არის კლასების ალბათობები და ნუ n კლასი თუ გვაქვს იქნება 1-დან n-მდე, ანუ პროგრამებაში 0-დან n-1-მდე და გვექნება 4 ცალი აქ აუცილებლად კოორდინატი ის რა კლასიც მოქვს ალბათობა იმის ცენტრი, იმის ჩარჩოს კოორდინატები. ოღონდ მაგალითად ისევ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს და ეს ერთი და იგივე ჩარჩოს კოორდინატებს უნდა გვაძლევდეს. თქვათ ესე არ მოგწევს, მაგრამ მე ხელით ჩავასწორებ. ხელით რა ალგორითმად ჩავასწორებ. ნუ აი მაგალითად ეს ხო, ეს მოგწევს რას? ეს არის გრიდი, ანუ რამდენი უჯრაც გვაქვს სულ, ხო? სიგრძეში და სიგანეში, ანუ ჟი გამრავლებული ჟ-ზე 5. 5-ში რა შედის? არის თუ არა ობიექტი და ჩარჩოს კოორდინატები. 4 წელი ჩარჩოს კოორდინატი. პირველი არის თუ არა ობიექტი იმის ალბათობა და შესაბამისი კლასების რაოდენობა. ანუ ეს იქნება მაგის განზომილება. ანუ ეს C არის კლასების რაოდენობა. თქვათ 10 წელი კლასი 5 + 10 15 გამრავლებული გრიდებს. აი ეს იქნება განზომილება იმ ტენზორის, რომელსაც დამიბრუნებს მე ნეირონული ქსელი. მაგალითად 6-6-ისთვის 14-14-19-19-ისთვის ძირითადად ეს გამოიყენება ხოლმე რა მაგალითად როგორ გითხრათ მე არც მქონია შემთხვევა რომ YOLOS მოდელი რამდენჯერმე გამომიყენებია საკმაოდ ისეთ კარგ პროექტში და ისეთ კარგად უმუშავია მაგრამ აი ეს ხელით არ დამისვია რა პირდაპირ იყო უკვე დაყოფილი და ვიცოდი რომ მაგალითად იყო 19-19-ზე და არც ვიცი რამდენზე იყო ათალი გითხრათ მაგრამ დაყოფილება 19-19 სიტყვაზე და ხელით ის აღარ დამიხვდა. აი აქ არის მაგალითი YOLOS. ჩვეულებრივი კონვოლუციების მიმდევრობაა, კონვოლუციური ნეირონული ქსელების, სინამდვილეში ეს darknet-ია ძალიან გავს ResNet-ს, მე ჩვენ რო ვისაუბრეთ წინაზე, არქიტექტურით, მე მგონი განსხვავება აქვს მაგას აქტივაციის ფუნქციაში, ლიკი რელუს იყენებს რელუს მაგივრად, ანუ მაქსიმუმ ნოდსა და ერთ შორის არ არის მთლად, იმიტომ რომ შესაძაც უარყოფითებისთვის იძლევა ძალიან დაბალ უარყოფით მნიშვნელობას. აი ესეთი აქტივაცია აქვს. დანარჩენი დადებითისთვის იგივე მნიშვნელობას აფორმებს. ესეთი აქტივაცია აქვს თითეული ელემენტისთვის, თითეული განზომილებისთვის და აი მაგალითად ეს დაიყო, წამოვიდა და საბოლოოდ დააბრუნა აი ესეთი პასუხი. ნუ 7-7-30-ზე, იმიტომ რომ ჩვენი გრიდი ჩავთვალოთ, რომ 7-7-ია, ალბათ. ალბათობა ამ ჩვენი კლასების არის თუ არა კლასი, ანუ რა კლასია და არის თუ არა ობიექტი, რა ობიექტია და შესაბამისი კოორდინატები. ეს უნდა დააბრუნოს უკვე თითეული გრიდისთვის. ნუ ეს კიდე კარგად რო გავიაზროთ, აბა ნახოთ ჩემი ის თუ ჩაირთო, ვეცდები რომ ამით დაგანახოთ. აი ვიცი რა ჭირს ახლა ამას. აბა თუ დახატა, ხო კაი თუ არა და აი დაიხატა. წარმოიდგინეთ, რომ ესეთ რაღაცას აბრუნებს. წარმოიდგინეთ, რომ ესეთ რაღაცას აბრუნებს. აი მე რატოს ესეც შედეთ ჩემი. ჩემი კალამი არ იღებს არაფერთ მოხდს. შეიძლება ბავშვმა გამიბუჭა. წარმოიდგინეთ, რომ ესეთ რაღაცას აბრუნებს. და ეს ხო იყო ჩვენი სურათი დაყოფილი. ეს არის უკვე 19-19-ზე ვთქვათ. 19-19-ზე. და აქ არის განლაგებული ეს ჩვენი დამატებითი განზომილებები. აქ არის თუ არა კლასი. მაგალითად ინით ავნიშნოთ. შემდეგ არის ვთქვათ კოორდინატები.
თქვა ცენტრის C1, C2, ან ცენტრი ესე არ აღვნიშნოთ, მოდი x, y, სიგანე და სიმაღლე და შემდეგ არის C1, C2 და ასე შემდეგ რა კლასია. ანუ ამ გენშია ეს ყველაფერი ჩადებული. აი ესე ტენზორს მიუბრუნებს 19-19-ზე და ნუ მე უკვე იმის მიხედვით კლასების რაოდენობას, ანუ შეგამრავლებული ჟეჯერ დააბრუნებს რას? კლასების რაოდენობა, ჯერ არის თუ არა, საერთოდ ობიექტი, ამას დაემატება უკვე რამდენი კლასიც აგვაქვს, ხო, ამის ესე ავიღოთ და ამას დაემატება უკვე თქვათ 4, ხო? ნუ ჯამში ეს 5-ია, ხო? ანუ C+5-ს. რაც იქ იყო დაწერილი. სადაც აი ეს არის ზუსტად აი ეს არის ჩვენი თითეული კლასი, თითეული გრიდისთვის, აი ესეთ კუბიკს დაგვიბრუნებს, აი ესეთ რაღაცას დააბრუნებს ზუსტად თითეული გრიდისთვის, ხო ეს რო წარმოიდგინოთ ეს რო იყო აი აქ აი თითეული ამისთვის დააბრუნებს აი ესეთ რაღაცას რა. აი ესეთ რაღაცას. აი ამას დააბრუნებს თითეულისთვის. კარგი. მოდი დავუბრუნდეთ ახლა. გასაგებია? ძალიან გთხოვთ რომ თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, იაქტიურეთ და არ მოგერიდოთ მითხარით და შემაჩერეთ. მესამე იოლო იყო ალბათ, ხო, მესამე იოლოში დაამატეს ნუ დარქმეთ 53 ან 53 შრიანი რეზიდუალური ქსელი იყო, გადაწყვეტნეს ესეც მე მგონი ნიშნეცე იყო თავის დროზე გაწყვეტნილი და აქ დაამატეს რამდენიმე, აბა გაიხსენეთ რეზნეტში რა იყო, ხო, შემავალი მონაცემის კონკატინაცია ხდებოდა, უბრალოდ შეკრებიმატება ხდებოდა რეზიდუალ ბლოკს რო გაივლიდა იქიდან დაბრუნებული მონაცემთან და ეს გვაძლევდა ჩვენ საშუალებას რომ ორიგინალური ინფორმაცია შერწყმოდა აი ნეირონული ქსელის რაღაც ბლოკში გავლილი ინფორმაციას და თვითონ გადაეწყვიტა მოდელს ეს ორიგინალური ინფორმაციისთვის უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭებია თუ ამ ქსელში გავლილი ინფორმაციისთვის. და რაც ამიტომაც ქვია ეგრეთ წოდებული skip connection-ები, გარდა იმისა რომ იცავს ის რაღაცებისგან. მაინც ნუ ესეთი რაღაცას აკეთებს. ანუ ორიგინალურ ინფორმაციას არ კარგავს, იმიტომ რომ ნახოთ ბოლოს აქტივაცია რა არის ხოლმე, როდესაც ბევრ შრეს გაივლის ნეირონულს ძალიან დაბალია აქტივაცია. აღარ ვამბობ გრადიენტის მილევადობის, მაგრამ ბოლოს აქტივაციები ძალიან დაბალია და მნიშვნელობა ძალიან დაბალია და უკვე ძალიან ღრმა ქსელების გაწვრთნა ძალიან რთულია აი ესეთი რეზიდუალური კავშირების გარეშე. ამას ზუსტად რეზიდუალური კავშირები აქვს, მაგრამ გზადაგზა რა შვება იცით, დაბლა ჩაყავს, ანუ აიღურეთ აქ გვაქვს downscale და upscaling გვაქვს, უბრალოდ upsampling layer-ი. ანუ როდესაც რაღაც დონეზე დაბლა ჩამოდის, მე ისევ ზრდის, ანუ upsamplings უკეთებს და გაზდის რამდენიმე ხერხი არსებობს, მოდი ყველაზე მარტივი ვთქვათ, რომ აიღოთ უბრალოდ თქვენ მატრიცა რიცხვების და როგორც სურათის გადიდებაა, ხო, რაღაც მეზობლები აიღეთ, ყველა მეზობელში აიღეთ საშუალო, ხო? შემოარტყით გარშემო თითოეულ მეზობელს საშუალოებით გაადიდეთ, ხო, შეიძლება რაღაც ეგეთი გადიდება გააკეთოთ, გაადიდეთ და მერე ზედ კიდევ კონვოლუცია გადაატარეთ. თქვენ თვითონ დასვავთ რაზომაც გინდათ და შემდეგ უკვე ამ ორიგინალურ შემოვალი მონაცემების აი აქ მაგალითად გადაბმა ხდება, ხო, აქ მაგალითად გამრავლება ხდება ელემენტ-ელემენტ, ხო. ან კონკატინაცია უბრალოდ გამრავლება ხდება, გადაბმა ხდება, უბრალოდ ერთმანეთზე დაედება ეს ორი მატრიცა, აი ეს უბრალოდ დაედება ამას. და შემდეგ უკვე გაივლის კონვოლუციურ ქსელს, მე კონვოლუცია რა თქმა უნდა ამას ისე დაავიწროებს და იმდენ მატრიცას დააგენერებს, ამდენი კონვოლუციური ფილტრიც გვაქვს, ხო, ამდენი კონვოლუციური ბირთვის გვაქვს. და შემდეგ აი ამასთან ხდება კონკატინაცია და შუა და თავიდან ძალიან მცირე მე შუა და მე ბოლოსკენ უკვე გაფართოებულ შრეებზე ხდება მე მგონი დაკვირვება და ობიექტის დეტექცია. გარდა ამისა იყენებდა, ხო, ნუ ეს კონკატინაცია კარგია რომ დავიმახსოვროთ და კიდე მე მგონი დაამატეს მერე უკვე ზუსტად მახასიათებლების პირამიდა, მაგრამ ახლა ესე დეტალურად არ ვიცი, მთავარი იდეა გაიგოთ რა ხდება აქ. როგორ მუშაობს ერთი გასროლით, ანუ ერთი გამოძახებით. პონკი. ახლა ეგრეთ წოდებული როგორ გითხრათ აბა, რაღაც ბმული ჩარჩოება ან
ფიქსირებული ჩარჩოები, ხო, რაღაც ფიქსირებული წინასწარ განსაზღვრული ჩარჩოები, ეგრეთ წოდებული anchor box-ები, როგორ მუშაობენ anchor ჩარჩოები, ხურსა ჩარჩოები, ესე ვთქვათ, ფიქსატორი ჩარჩოები. Ამოიდგინეთ, ჩვენ გქონდა ზუსტად ესეთი ვექტორი. პირველი პ გვეუბნებოდა არის თუ არა აქ ობიექტი. ამას აბრუნებდა ჩვენი ყველა გრიდის ყველა უჯრისთვის, ხო? ან ჩვენი პროცესი ჩვენი გრიდის ყველა უჯრისთვის აბრუნებდა ესეთ პასუხს ჩვენი ქსელი. არის თუ არა აქ ობიექტი, ამ ობიექტის კოორდინატები, რაც არის შიგნით და მე რომელი კლასია, რაც არის შიგნით. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მაგალითად აქ თითო მანქანაა, ცენტრი აქ არის ბოდიში მაგრამ სინამდვილეში, როდესაც წარმოიდგინეთ ახლა ამანაც ამ გრიდმაც და ამ გრიდმაც უნდა დააბრუნოს ამ მანქანის კოორდინატა, ამ მანქანის ჩარჩოს კოორდინატა. რა თქმა უნდა, ეს ახლა ცდომილებით დააბრუნებს, სხვადასხვას დააბრუნებს და რამდენიმეს დააბრუნებს. რამდენიმე პასუხი გვექნება და ამ რამდენიმე პასუხიდან როგორ გავიგოთ ახლა რომელია ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. იყენებენ წინასწარ დაგენერირებულ, წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობის ეგრეთ წოდებულ ფიქსირებულ ბოქსებს, ფიქსირებულ ჩარჩოებს. ეს ფიქსირებულ ჩარჩოები არის სხვადასხვა რამდენიმე ტიპის, რაღაც ზომებში 900 მაგალითად, 29-ს რაღაც მეტს არ. და ეს ფიქსირებულ ჩარჩოები არის მაგალითად მანქანა ძირითადად არის ესეთი, ხო, უნდა იყოს ისეთი მართკუთხედი, ასეთი ტიპის მართკუთხედი, ხო, რომლის სიგანე ძალიან დიდია და სიმაღლე შედარებით პატარა. აქ კიდე პირიქით სიმაღლე უნდა იყოს. ადამიანის შემთხვევაში მაგალითად ეს მართკუთხედი ცოტა განსხვავებული. აი ეს თუ მანქანის anchor box-ია, ჩარჩო box-ია, ხო, ეს ადამიანის იქნება. ადამიანის შემთხვევაში ძირითადად თუ წამოწოლილი არის, რა თქმა უნდა, ადამიანი. ჩის შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ქუჩაში ვაკვირდებით და ფეხთმოსიარულეებს ვაკვირდებით, ხა იქ წამოწოლილი ადამიანი იშვიათად შეხვდებათ. და ამიტომ მისი ეგრეთ წოდებული anchor box-ი ცოტა განსხვავებულია, ხო, უფრო სიმაღლე დიდი აქვს და სიგანე შედარებით პატარა. ეხლა ეს anchor box-ების მოძებნა ხდება ეგრეთ წოდებული intersection over union ესეთი ფორმულა არსებობს. და მინდა რომ ეს ორი სიტყვით აი ამაზე დაგელაპარაკოთ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ გაქვთ ყველაფერი ერთდროულად მოხდა. მგონი ჩემი ბედიც დაჭდა. მოდიში ზუსტად ერთი წუთით ეხლავე შემოგიერთდებით ეხლავე. ეს შევაერთებ დასატენად. თუმცა ყველაფერმა უარი გითხრა თანამშრომლობაზე. ხო. აი წარმოიდგინეთ ახლა ესეთი სურათი რა. ესე იგი წარმოიდგინეთ გვაქვს ესეთი და ესეთი დეტექცია, ხო? არის ესეთი მოდი აქ და აქ ვისა. აი აქ ვისა. თქვა ესეთი, რაღაც ესეთი დეტექცია და ესეთი დეტექცია. როგორ განსაზღვროთ, რომ ახლოს არის ეს ორი ჩარჩო, რამნაირად განსაზღვროთ, რომ ერთმანეთთან ახლოს არის, მაგალითად ეს და ეს. გრაიდებს მეთქვით, აი როგორ განსაზღვროთ ეს ორი ჩარჩო, მაგალითად რო არის ახლოს ერთმანეთთან, აი მაგალითად ეს და ეს, ხო, უფრო ახლოს არის. ეს და ეს არ არის ახლოს, ხო? როგორ თქვათ, რომ ეს ორი ჩარჩო, მაგალითად ეს და ეს. ხო, ერთი თუ მეორეშია, ხო, აი ჩარჩო, აი მეორე ჩარჩო. ამას რა უყოთ? როგორ განსაზღვროთ, რომ ეს ორი ჩარჩო ერთმანეთთან ახლოს არის? ჩვენ ხომ აბსოლუტური კოორდინატები გვაქვს ამ ჩარჩოებისთვის, არ შეგვიძლია უბრალოდ გადაკვეთის ფართობი გამოვინგარიშოთ.
გადაკვეთის ფართობი შეიძლება დავეინგარიშოთ და მაგალითად ამის გადაკვეთის ფართობი მთლიანი ჩარჩო იქნება. აი ამის. აი ამას ექნება გადაკვეთა მთლიანი ჩარჩო. აი ამას. უფრო რაღაცაზე უნდა გავყოთ, ნორმალიზება გავუკეთოთ რა. ამიტომ აკეთებენ ესე. ამათი გადაკვეთის ფართობი გავყოთ ამათი გაერთიანების ფართობზე. ამას ქვია intersection over union. აღინიშნება ხოლმე E და U-თ. მსგავს რაღაცას ვისწავლით, მერე არის ესეთი კიდევ დაისი. თუ სწორად წერ. ესეც იგივეა, როდესაც სემანტიკური სეგმენტაცია გვაქვს, ზუსტად ოღონდ იქ უკვე ბოქსები არ არის, იქაც ზუსტად ორი ცალი სეგმენტაცია რო გვაქვს, ერთ-ერთი ობიექტების, აი ამის თანაკვეთის ფართობი არის გაყოფილი მაგათი გაერთიანების ფართობი. ამასაც ქვია დაისი. დაისი არის ეგეთი შეფასების ერთ-ერთი მეტრიკა არის, ერთ-ერთი შეფასების საშუალება. მაგრამ ნუ რას გვაძლევს ეს, ხო? ნებისმიერ ტიპის რო იყოს ხა გადაკვეთა ხშირად ხან ესე იქნება, ხან ესე იქნება, ხო? ანუ ჩვენ გვაძლევს ეს რას როდის არის კარგად ეს საქმე. აი ეს ორი ბოქსი, ანუ ეს ორი ჩარჩო როდის არის ძალიან ახლოს ერთმანეთთან. თქვენი აზრით. როდესაც ეს IOU რა მნიშვნელობასთან არის ახლოს. ერთთან. როდესაც თანაკვეთის და გაერთიანებაც ერთმანეთთან ახლოს არის, ეს ნიშნავს, რომ ეს ობიექტები ერთმანეთს ემთხვევა, ხო? 100 თანაკვეთა 100-თან უდრის 100 და 100 გაერთიანება 100-თან უდრის 100, ხო? ანუ ზოგადად ხო ნებისმიერ მესეში და A უდრის 100 და A უდრის 100. ანუ ეს არის აქ თავარი, რომ თუ ისინი ერთთან ახლოს არიან, თანაკვეთის და გაერთიანების თანაფარდობა თუ ერთთან ახლოს არის, ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ეს ორი ობიექტი ერთმანეთს ემთხვევა. ან დამთხვევისკენ მიდის. რაც უფრო ერთთან ახლოს არის, უფრო ემთხვევა ერთმანეთს. ესე იგი ეს ორი ობიექტი ერთმანეთთან ახლოს არის. ახლა უკვე აქ საერთოდ ცუდად არის საქმე, აქ ორი ობიექტია, მანქანა და წინ ადამიანი და ახლა წარმოგიდგენთ აქ როდესაც არის აი ამ გრიჯში, ან ამ გრიჯში, ხო? რაქნას რომელი გადაწყვიტოს რა თქვას ჩვენ მაქსელმა მანქანა არის მანქანას ეკუთვნის ეს გრიდი თუ ადამიანს. ანუ ეს ხუთი, აი ეს ბოქსი ფუსოთ, აი ეს ნაწილი, ეს კუბიკი ამ ჩვენი გრიდის ნაწილი რას ეკუთვნის მანქანას თუ ადამიანს, რაქნას ჩვენ მაქსელმა. ხოდა ზუსტად ესე რომ რამდენიმე ეგრეთ წოდებული რამდენიმე ეს ჩვენი anchor box-ი შეესაბამება წინასწარ განსაზღვრული anchor box-ი ზუსტად ამ intersection over union-ით ჩვენ ხო თან ეს ხო არის ეგრეთ წოდებული კონტროლებადი სწავლება supervised learning ანუ ჩვენ გვაქვს ეს კოორდინატები სადაც დასწავლის მონაცემებში გვაქვს ეს კოორდინატები სადაც რეალურად ობიექტებია ხო მოთავსებული იმის ჩარჩოს კოორდინატებიც გვაქვს და იმის კლასის მნიშვნელობების ანუ ზუსტად ეს რასაც აბრუნებს ხო მნიშვნელობას ესენ ჩვენ სწორი პასუხი გვაქვს ხო Y გვაქვს და Y უდიანს უნდა შევადაროთ ხო და ზუსტად აი აქაც ხო ეს ხა მანქანა თუ ადამიანია ეს ნაწილი. ნებისმიერ წოდად ესე არის საქმე. ზუსტად არის მოხდების წერტილი. ორი წერტილია რომლის არის ხო რომლის ცენტრი არის ხო და აქ გვაქვს ზუსტად ეს anchor box-ების გამოყენება ერთ-ერთი საშუალებაა რომ YOLO-s პირველის ვერსიის პრობლემა ეგ იყო ზუსტად რომ ეს ორი ობიექტი იყო ერთმანეთთან ახლოს ან ერთმანეთზე ერთმანეთს კვეთდა და ეს ორი ობიექტი ორივე იყო ერთად პატარა გრიჯში, მაშინ უჭირდა YOLO-ს, ხო? და ეს იყო მისი სისუსტე, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად მუშაობდა, საკმაოდ კარგი წარმატება ჰქონდა, ძალიან სწრაფი იყო. პირველი მე მგონი სიზე იყო საერთოდ, ხო, პირველი დარქმნიტები, მე მგონი კი სიზე იყო დაწერილი, დარქმნიტი ერქვა მაგათ იმას. რეპოზიტორიას და მე მგონი YOLO-s 3-ის მერე თუ YOLO-ში მოხდა. PyTorch-ზე გადმოტანა და მაგათი ერთი თავარი ის ვინც იყო, არქიტექტორი და მეცნიერი ის წავიდა. საერთოდ დაანება თავი რომ საშრება დაინახა ადამიანის პირად სივრცეში შეჭრის. დიახ. ანუ მაგ ვერსიაში NMS-ი საერთოდ აგდებდა ხო იმას რა ქვია სხვა დანარჩენ ობიექტებს
და მარტო ერთვალიდურ დეტექციას ტოვებდა. ანუ non-max suppression-ს გულისხმობთ, ხო თქვენ? ხო. სავარაუდოდ, ხო, სავარაუდოდ. ნუ ინკორპოქსი აქ ზუსტად NMS-ისგან დაგვიცავს. მაგრამ NMS-ი ხო, სავარაუდოდ. სავარაუდოდ. კი არ ვიცი ზუსტად მაგრამ დიდი ალბათობით. ხო და ამ თითოეულ uncorebox აქვს მინიჭებული უკვე რაღაცნაირად ამ intersection over union-ით, ამ თანაკვეთა გაერთიანებასთან თანაფარდობით აქვს დაჯდება ეს ეგრეთ წოდებული ფიქსირებული ბოქსების, ფიქსირებული ჩარჩოები, მიესადაგება რაღაც ობიექტს თავისი წინასწარ განსაზღვრული მიზნობრივი ცვლადები, ლეიბლები, აი ამ იგრეკებით და უკვე ამით ხდება რამდენიმე ობიექტის დეტექცია და აღარ ხდება უკვე წაშლა ამ ბევრი bounding box-ის ან რამდენიმე ობიექტზე ვიცით რომ აქ ორი ცალი და უკვე ჩვენი ის ერთ იმას კი არ აბრუნებს რამდენი anchor box-იც მაქვს, რამდენი ფიქსირებული box-იც მაქვს, ხო? თუ მაქვს მაგალითად ორი anchor box-ი მაქვს, ესეთი და ესეთი, ვთქვათ, ორი ტიპის ობიექტი ხდება, ან მანქანა ხდება, ან ადამიანი და ადამიანი ძირითადად ფეხზე დამდგარია და მანქანა გადაყირავებული არ არის და ფეხზე დამდგარი მანქანა არ არის, ჩვეულებრივად გას. მაშინ ეს ორი anchor box-ი საკმარისია. შემიძლია ხა პატარა ბავშვი შეიძლება შემხვდეს და რაღაც პატარა ვიცრუთ და პატარა anchor box-ი გავაკეთოთ და ხო გეუბნებთ ბევრი anchor box-ი. მაგრამ ვთქვათ, გავამარტივოთ სიტუაცია და გამარტივებული მდგომარეობაში შევხედოთ, გამარტივებულ ვარიანტში შევხედოთ უბრალოდ და ორი ძალიან corbox-ი მაქვს, ამიტომ ჩემი პასუხი იქნება უკვე თითოეულ აი ამ ყუთში, რაც დაგიხატეთ. ანუ აი ამ ყუთში. უკვე ეს ერთი ცალი კი არ იქნება, ორი ცალი იქნება. ჩათვალეთ, რომ კუბიკს კიდე ერთი კუბიკი და იმდენივე კუბიკი დაედო ეს სიმაღლეში, რამდენი corbox-იც არის. და თითოეული corbox-ისთვის მაქვს ახლა უკვე პასუხი. ანუ ამ პასუხებიდან აქაც თუ მაღალია ალბათობა და აქაც მაღალია ალბათობა, ნიშნავს რომ ორივე არის აქ. ანუ აქაც არის ობიექტის ალბათობა მაღალი, აქაც არის და თან შესაბამისად აქ მაღალია ალბათობა, რომ სადაც ერთი კლასი და აქაც ორი კლასი, სადაც ადამიანია ორი მანქანა ამ პირიქით, მაშინ ნიშნავს რომ აქ ორივე არის ადამიანის და მანქანას და ორივეს უკვე შესაბამისი anchor box-ის დახმარებით უკეთებ კოორდინაციას. სიმაღლეში შეგვიძლია ეს კონკატინაცია გავაკეთოთ სიმაღლეში, ზუსტად კუბიკს დავადოთ სიმაღლეში. ხომ არ გიჭირთ ძალიან. ვიღაცა შეიძლება ადვილად მომყვებოდეს, ვიღაცას გაკეთებული აქვს უკვე ექსპერიმენტები, მაგრამ ვისაც არ აქვს გაკეთებული, თუ ძალიან გიჭირთ, მითხარით, შევჭერდეთ კიდევ ცოტა ვიმსჯელოთ. როგორ მოდიხართ? რა მშვენიერი. გასაგები ყველაფერი. კარგი, მადლობა. ნუ აქ ახლა უბრალოდ გადავალაგე ეს მეგონი ენდრუ ენგის კურსის ის არის სლაიდიდან ავიღეთ რაღაც. უბრალოდ სლაიდი გადავწერეთ რაღაც, იმიტომ რომ ესე იყო და იმანაც ეგრე დაავაგა. მახსოვს, იმიტომ რომ ეგ ლექცია მე მაქვს 6 წლის წინ გამოვიდა მაშინა ნახე. არ ცუდი არის, კაი კურსი. რაღაცებთან ადვილ ენას ეხსნის, არ თქვი თავს მათემატიკით, ცდილობს ადვილად გასაგები გახადოს. ხო ესე ჩვენი YOLO უკვე არა მაგალითად აქ უკვე ორი დაემატა ერთის მაგერად ხო იმიტომ რომ ორი anchor box-ი გვაქვს ხო უბრალოდ ორი დაემატა აი აქ ნამდვილში ორჯერ გაკეთდა ეს ჩვენი anchor box-ი ეს არის n-ი ჩვენი კლასების რაოდენობა ეს არის კოორდინატების რაოდენობა ეს არის თუ არა შეგნით ობიექტი და ეს რა არის ორი რატო აქვს ორი აქიდან არ უნდა იყოს რაც მეშლება აქ შეიძლება ანაკით უნდა იყოს ანაკით ალბათ თქვენ თვითონაც დაფიქრდით მაგრამ რა მეშლება კარგი ნუ აი ახლა სიმაღლეში ხო 9 anchor box არ ვიცი YOLO-ს რამდენი აქვს მეგონი 9 აქვს თუ რაღაცა წინასწარ და დიდად დამატება anchor box-ების არ ჭირდება anchor box-ი ახლა ქართულად ხოლმე ფიქსირებული ჩარჩოების წინასწარ ან მიბმული ჩარჩოების წინასწარ დამატება არ ჭირდება ხელით მიმატება არ ჭირდება ხოლმე ყველაფერი უკვე ბიბლიოთეკაში ჩადებულია და 9 რაღაცა საკმარისია ხოლმე სავსებით 9 ობიექტზე მეტი თუ არის ერთ პატარა ძალიან პატარა რაღაც 16-16-იანი 19-19-იანი რაღაც მაშინ აი ამ პატარა მაშინ კუბიკში თუ ამაზე მეტი ობიექტია მაშინ რა თქმა უნდა უკვე ძალიან სპეციფიკური მოდელი გჭირდება და სპეციფიკური კავშირი ხო ნუ ეს ზუსტად ესე არის anchor box-ი არის აი ეს ბმული ჩარჩო არის მისადაგებული ობიექტთან ზუსტად ამ განაკვეთა გაერთიანებაზე პარამეტრით სადაც უფრო ერთთან უფრო ახლოს არის ამ სადაც უფრო მაღალია მით უფრო მიესაბამება ნუ ესე შეიძლება სათითაოდ განისაზღვროს
კაუახლოესინე მეზობლის საშუალებით და რომელიმე უფრო რთული და რომელიმე უფრო დახვეწილი თქვა კლასტერიზაციის ალგორითმით, მაგრამ ეხლა მე მაგალითად არასდროს არ გამიკეთებია და ამით ვერ გეტყვით. ისე პრინციპში მე არ გამიკეთებია არნიშნავს, რომ შეიძლება არ დამჭიროებია ინდუსტრიაში და ხა მე კვლევები არ ამაქვს კომპიუტერულ სახელმწიფოში ობიექტების დეტექციაში და ან რაღაც ამის გამოყენებით რაღაცის კვლევას არ ვაკეთებ. ინდუსტრიაში არ დამჭიროებია, სადაც პროექტი გამიკეთებია და ჩამიბარებია და სამეცნიერო კვლევაზე ან რაღაც უფრო თუ კომპლექსურ ინდუსტრიას გააჩნია, ხო შეიძლება დაგჭირდეთ და იმუშაოთ, ასე რომ მე არ გამიკეთებია არნიშნავს, რომ ინდუსტრიაში გეუბნებით, რომ არ დაგჭირდება. რა მოხდება შეჯიბრზე არ ვიცი მე. შეჯიბრზე შეიძლება პირიქით, რაც უკვე აღებული, გამზადებული და აიღო და ჩქაჩქარა გააკეთო და იქ ეკოლბოქსებზე თუ იფიქრე რაღაცა და გენზე ბერტოს დაკარგავდა. ამიტომ რაღაც ოპტიმალური უკვე დასმული, ამიტომ ვცდილობ რომ მეაკისნათ, რომ ინდუსტრიაში არ დამჭიროებია დიდი ალბათობით შეჯიბრზესაც დაგჭირდებათ. მე კვლევაში, სამეცნიერო კვლევაში რა თქმა უნდა თქვენს ხელთ არის. შეიძლება ერთმა პატარა რაღაცის გასწორებამ საკმაოდ ბევრი რაღაცა გამოაშკაროს, ისეთ რაღაცაც არ ჩანდა, ან რაღაცა წინ წაწევს. კვლევა ამ ყოველ შემთხვევაში გესვეთნებათ, რომ ათს საშუალებას. კარგი, ნუ რაღაცებს იქნება თქვენ გაკეთებული. ხო, ეხლა ეს ძალიან კარგი იდეაა, ეს ძალიან მოეწონათ ეს ჩაბმული ჩარჩოები, მაგნიტური ჩარჩოები, ეს ეკოლბოქსები და თითქმის ყველა ალგორითმი რაც იყო 1-3-4 წლის წინ ძალიან პოპულარული ობიექტების დეტექციაში, მე მგონი თითქმის ყველგან გამოიყენება ეს ეკოლბოქსების იდეა. ხო, რაღაც ზოგიერთი მაგალითად ძალიან ზდის, ხო, განზომილებას და ზუსტად ამ ჩაბმული ჩარჩოების ხარჯზე კიდე უმატებს განზომილებას, მithumetes დღესდღეობით მანქანები გვაძლევენ ამის საშუალებას. არამაქსიმალური გაქრობა, ჩაქრობა, suppression როგორ ვთქვათ, ხო, გამოფილტრა, ესე შეგვიძლია ვთქვათ. ნუ რა ხდება ახლა? როგორც გითხარით, გარდა იმისა, რომ ეკოლბოქსები გვაქვს, და იმისა, რომ მუნიციები გვაქვს, რამდენიმე ობიექტი ერთ პატარა გრიდში ხდება, ვნახეთ, მაგრამ ახლა გითხარით, რომ ყველა გრიდის ყველა წერტილი მაგათი რო ხდება, რამდენიმე ობიექტი, მაგრამ გრიდის ყველა წერტილი რაღაც კოორდინატები მოწოდა და ეს კოორდინატები ბევრი გამოვიდა, ხო? გრიდის ამ ჩვენი სეტკის, ხო, ჩვენი ცხრილის, ან ხო, ცხრილად ხო გადავაქციეთ ეს ხო 16-16-იანებად მაგალითად. ამან სადაც ლომის ნაწილი მოხდა ამ 16-16-იაში ყველამ სხვადასხვა კოორდინატები მომცა ცენტრისაც და ამ ჩარჩოსიც. ამიტომ მივიღე უკვე რამდენიმე ჩარჩო. ხა როგორ უნდა გამოფილტრო ეს ჩარჩო? როგორ უნდა დავსვა ის დავიტოვო ეს? პირველი არის ის, რომ არის თუ არა აქ ობიექტი და ნამდვილად ლომია და რა ალბათობით მაძლევს, აი მას აქვს მნიშვნელობა, მაგათ 0.5 ალბათობით რაც მოქცია, შეგვიძლია თავიდან გამოფილტროთ, დავტოვოთ 0.5-ის ზევით, ან 0.5-ის ჩათვლით და ზევით. ანუ დავსვათ ეგრეთ წოდებული საზღვარი. ამ საზღვრის ზევით ალბათობა თუ გადააჭარბებს 0.5, 0.6, 0.7 და ეს დამოკიდებულია ჩვენს ამოცანაზე, ხო, რაღაც შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ესე და ძალიან მაღალი სიზუსტე, მაღალი ალბათობით უნდა დაჯერებული რომ ეს ესეა და მაშინ შეიძლება ავთვალოთ და მაგალითად აი ჩემ პრაქტიკაში გეტყვით პირდაპირ რომ არის შემთხვევები ხო როდესაც ხა მაგალითად მოხდა ერთ-ერთი პროექტი გვაქვს ხო მოხმარებას ერთი კომპანიაში სადაც რეკლამებს მოგავს ხო ვებგვერდზე ან ტელეფონში და ხა წარმოიდგინეთ თქვენ შედიხართ ვებგვერდზე და მაგდროს ჯობია რეკლამა გაგეპაროს ვიდრე შეგეშალოს და რეალური ვებგვერდის კონტენტი დაბლოკო ხო ვებგვერდის ნაწილი დაბლოკო ახლა შევიდე მე იქ და უბრალოდ ვერ ვნახო რაღაც რაც მაინტერესებდა ან დავკარგო ან გამომეპაროს ინფორმაცია ან Facebook-ში გამომეპაროს რომელიმე პოსტი ან Twitter-ში ამიტომ აქ ჯობია რომ სიზუსტე მაღალი იყოს და მაღალი ალბათობით დამიბრუნოს რომ ნამდვილად ბოქსმა მაგალითად თქვა იგივე ხო რაღაც დეტექცია გავაკეთე ასეც კი გავაკეთებია რომ სკრინშოტზე დეტექცია გააკეთე რომ აქ არის რეკლამა ხო ამ ვებგვერდზე თორე ისინი ძალიან მალავენ ამ რეკლამას ძალიან ფუთავენ და თუნდაც იმას რომ იქ უნდა კონდეს ნიშანი რეკლამის ხან არის თვალისწინებიან ხან ნიშანსაც ძალიან მალავენ CSS-ში ძალიან კარგად შეახურენ ხოლმე რომ Facebook სპონსორ ნახოთ თქვენ რა ხდება შეგნით როგორ არის ჩამალული რომ იმის HTML-ს რო ჩახედოთ ხო ვერტის source რო ჩახედოთ თქვენ იმას ძალიან გაგვირდება
ყოველ შემთხვევაში არის მაგალითად და აქ მე უნდა მქონდეს მაღალი სიზუსტე თუ არის მაგრამ მე თუ ეხა მანქანებს ვითვლი ისევ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხო ქუჩაში მანქანებს ვითვლი არ არის აქ აუცილებელი რომ ძალიან დიდი სიზუსტით ვიცვი და მაღალი სკორით ამიტომ რა სად დასვავთ ამ საზღვარს ხო 0.5 ან 0.6-ის მერე დავტოვოთ თუ არა ეს თქვენზეა დამოკიდებული ამოცანაზეა დამოკიდებული კარგი აქ ხშირად იმიტომ გახსენებთ რომ რაღაცნაირად უფრო შეიძლება გამოგჩეს ადამიანს დაგავიწყდეს ამიტომ მინდა რომ მოგამზადოთ იმისთვის რომ ამოცანის მიზანშეწონილობით მერე განსაზღვროთ საჯობია რა უნდა დასვათ ამ პარამეტრების დასმა და უკვე გაცვლილ მოდელზე მერე შეიძლება სხვანაირად მოიქცეს ხო იმის მიხედვით რის მერე გადაწყვიტოთ თქვენ რომ რაღაცა მოხდა რაღაცას მიცეთ რაღაც კლასი მიანიჭოთ ან მიანიჭოთ რომ ნამდვილად არის ვებხვი მოდი დავიწყოთ ესე ვთქვათ ნუ ესე ყოველგვარი იმის გარეშე მოდი ეს შეთანხმება არსებობს 0.5 არის ხოლმე საზღვარი ხო ალბათობის 0.5-ის გვეთვლია რომ არ არის 0.5-ზე ვთვლია რომ არის ხო ბინაური კლასიფიკაცია 0.5-ზე ჩავთვალოთ რომ ვებხვი არის სადაც მითხრა მე ძალიან მაღალი ანუ 0.5-ზე მეტი ალბათობით რომ არის მოდი მარტო იმ ბოქსებს დავტოვებ ანუ დავტოვე ერთი ბოქსი და ორი ბოქსი ხო ეხლა რატო იმიტომ შეიძლება ორი ვებხვი იყოს ორი ვებხვი იყოს და მეორე ბოქსი შეიძლება ორი ვებხვი იდგეს გვერდი გვერდ ხო და მეორე ბოქსი შეიძლება მეორე ვებხვს ეკუთვნოს ამიტომ რა შვები ახლა კიდე ამის მერე მე ვტოვებ რაღაცა საზღვარს ვაწესებ სადაც ეს ჩვენი თანაკვეთა გაერთიანებაზე უნდა იყოს ამ საზღვარზე აბა თქვენი აზრით რა მეტი თუ ნაკლები ერთმანეთს აცადეთ. ნაკლები? აბა რატო? კარგი პასუხია, მართალია. რომ უფრო დეტალურად ჩავიდეთ ცილმში. არა, რაც უფრო ნაკლებია ნიშნავს, რომ უფრო დიდია იმის ალბათობა, სხვა ობიექტი აქვს ნაპოვნი იგივე. რაც უფრო მეტია, იმის ალბათობა დიდია, რომ ეს ორივე ობიექტი, ორი ერთიგივე ობიექტთან არის. აი ეს მაგალითად აქ 0.5 თუ არის, აქ შეიძლება მეორე ვებხვია სადღაც. აი აქ. ამის მაგალითსაც გაჩვიდეთ. აი აქ მაგალითად, ჯერ წავშლით რაც არის 0.5-ზე დაბლა, ხო, წავშალეთ. ვითომ წავშალეთ. ან 0.7-ზე დაბლა. ან 0.6-ზე. შემდეგ უკვე ამიტომ კი არა მაქსიმალური. ანუ შლი იმკენს, რომელიც თქვათ თანაკვეთა გაერთიანებასთან არის 0.8-ზე ნაკლები. მეტი ბოდიში. მეტი თუ არის ეს ორივე ხა სინამდვილეში ორივე ერთ მანქანას ეკუთვნის და ესეც ერთ მანქანას ეკუთვნის. მაგრამ აი ზუსტად აქ ჯერ გავსვავთ წავშლით ყველა იმ ხუთებს, ყველა იმ ჩარჩოებს, რომელსაც ალბათობა აქვს დაბალი, რაღაც ფიქსებულ ალბათობაზე და შემდეგ დავტოვებთ მხოლოდ იმას, რომელსაც ამ კონკრეტულ თითოეულისთვის ვაკეთებთ ამას, ხო? ანუ ერთი ყველასთან ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ხა მილევადია ეს ალგორითმი, ჩათვალოთ რომ n-ია, რამდენი სამის მაკლების ელემენტი. და თითოეულისთვის ვაკეთებ კიდე რას, n-ჯერ ხდება ეს. ოღონდ ეგ უკვე იმაზე დამოკიდებული რამდენი ბოქსი გვაქვს. გვაქვს ბოქსების რაოდენობა საშუალოდ თუ არის n-ზე არის. და მერე უკვე ამ ბოქსებში ნუ არსებობს კიდე მერე ჩქარი საფრეშენის ალგორითმი, ჩქარი გაქრობის ალგორითმი, სამოფილტრის ალგორითმის და მას იყენებენ მერე SSD-ში. ნუ უბრალოდ დაალაგებენ და მერე ჩამოუვლიან, ხო, ჩქარი იქნება. და უბრალოდ დაალაგების მიხედვით წამოვლენ. უყურეთ ახლა როგორ არის აქ უკვე წავშალე და დავტოვე რაღაც ის მერე, მაგალითად რაც თანაკვეთა გაერთიანებასთან იყო 0.8-ზე მაღალი სულ ყველა მოვაშორე, იმიტომ ისინი დიდი ალბათობით ერთიგივე ობიექტს ეკუთვნიან. და აი ზუსტად აი რამდენიმე მიდან მივიღე ერთი. აქ უყურეთ ახლა აი აქ რო იყოს თქვა, აი ორი ადამიანია. ახლა რომელ ადამიანს ეკუთვნის? აქ როდესაც თანაკვეთა გაერთიანებასთან რაღაცას დაბალია, ნუ სინამდვილეში ერთი ასე წამოა, მეორე ესე წამოა. ახლა აქ არასწორად არის, ახლა ესე დააბრუნა. ნუ კარგი ეხანდელი ალგორითმი მაგალითად აქაც აქ საერთოდ წაშალა ხედავთ. აი ეს კაცი სულ დაფარე, იმიტომ არც ერთი არ ეკუთვნის. მაგრამ და აქ მაღალი იყო, სულ ყველას მაღალი ქონდა თანაკვეთა გაერთიანებასთან, მაგრამ აი ესე რო ყოფილიყო ერთი უკვე, ზუსტად ის დაბალი ექნებოდა იმას თანაკვეთა გაერთიანებასთან, ხო, უფრო იზოლირებული იქნება, თუნდაც ესე ყოფილიყო, ხო, ამას ცალკე დატოვებდა და უკვე ეს კაცი და ეს კაცი არ დაიკარგებოდა. ეს კაცი და ეს კაცი თუ ეს კაცი. ანუ ეს სახეებზეც იგივე მაგალითი აქვს, ხო, მაგრამ ხო გინახიათ სურათები, რომ ჩახუტებულები იღებენ, ხო, რაღაც ბევრი სახეა ერთად გადაღებული, მაშინ რა უნდა ქნა, როგორ უნდა გააკეთო და მაგალითად აქ არის არა, აქ არის ორი მანქანა.
ანუ ადესაც ბევრი ობიექტი არის ერთად ახლოს, მაშინ ზუსტად შეიძლება იყოს ესეთი მაგალითი, ხო? სვათებს ჩავხედოთ აბა რა იქნება. აი რომ მინდა მიგახსოვოთ რატო ამბობ მაგას რა ბევრი ერთნაირი ობიექტი ზუსტად აი აქ ნახოთ უყურეთ ეს უკვე ნაკლებად ეს მოსაშორებელია მაგრამ ეს უკვე იმას რაღაცის მერე დაბლა თუ აქ ამასთან თანაკვეთა ხო ეს ცალკე არის და ეს უნდა დავტოვოთ ამას ესენი ეხლა მაშინ ამასაც წაშდიდა ხო ამას დაბალი აქვს და ნუ ეხლა თლათ ესე კარგად არის ხოლმე საქმე რომ უფრო ახლოს არიან ეს ობიექტები ერთმანეთთან და მანდარი ზუსტად სწორად დასასმელი როდის მე უნდა წაშალოს ეს მაგს საფრეშენი როდის უნდა გააკეთოს აი ვერ მოწები კარგი ის არა მაგალითი აი ამ ორძახში ხა ხო ზუსტად აი აქ თანაკვეთა გაერთიანებასთან დაბალია ხო ნახეთ ორივეს 0.9-ს ალბათობა მაგრამ სხვადასხვა ძაღლი აქვს ნაპოვნი და აი აქ ამათ ძაღლი ახლოს არიან ერთმანეთთან და აქ ეხლა ორი ცალი ეს ორი კვეთავს ერთმანეთს ეს ორი ჩარჩო ეხლა წაგეშალა შენ ერთი დაგეტოვები და მეორე ძაღლს დაკარგავდი მხედველობით ამიტომაც ჯობია რომ რაღაც ის დაბლა თუ არის ამათ თანაკვეთა გაერთიანებასთან ეხლა ამათ გაერთიანება ძალიან უფრო დიდია გაცილებით ვიდრე ამათ თანაკვეთა ხო ამიტომ ის ნოლთან ძალიან ახლოს იქნება შედარებით ახლოს იქნება და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ესე დავტოვოთ ხო რაღაც ნოლ 1/100-დან 1/1000-ის მერე დავტოვოთ კარგი ისმეთ ამ IO threshold-ების NMS-ისთვის დათიუნება რავი ცოტა რესურს წამღები ჩანს ხელით და რამე დასწავლის მექანიზმი არის ამ threshold-ებისთვის არ ვიცი არ გამიგია თითო გამოსახულებაზე რავი ძალიან ბევრ ბოქსებს აკეთებს და ეხლა ბევრი გამოსახულებაზე ბევრი ბოქსი მაგის დათიუნინგება რავი ცოტა რესურს წამღებია არა ბევრი გამოსახულებისთვის ბევრი ბოქსში კი არა ატიუნინგებ წინასწარ გააჩნია როგორ ტიპის სურათები გაქვს ისე შენ თუ ტრაფიკს იღებ ძალიან დიდი ალბათობით ბევრი მანქანა ერთად მოხდება და იქ უფრო პირიქით უფრო და მაღალი უნდა დასვა ხო და თუ შენ გაქვს რაღაც კანტიკუნტად მაგალითად ხო რაღაც ისეთი სურათებს იღებ მოძრაობა გაქვს ძალიან მეჩხერი მაშინ პირიქით უფრო დაბალი უნდა დასვა ხო პირიქით ხო შემთხვევაში ესია რაღაც ყველასთვის რეშულს ნუ შეიძლება განაწილებები აიღო ამ ბოქსების გადახედო 1000 წელი აიღო და 1000 წელი უკვე კაი სტატისტიკა ეკხო ხა ერთი რაღაცის სტატისტიკა უბრალოდ ერთი რიცხვის სტატისტიკა უნდა დასვა ხო და აიღო განაწილებები როდის ემთხოვოდა და არ ემთხოვოდა ერთმანეთს აი ამის ალბათობებით სხვადასხვა ზომების მიხედვით უბრალოდ ჩვეულებრივი ერთგანზომილებიანი განაწილება გექნება და დასვავს ზეთ სტატისტიკას და აიღებ თუნდაც ნუ სტატისტიკის მექანიზმები არსებობს რაღაც მაგალითად ის დათვლი და ნიშნობის დათვლი და რაღაც ჰიპოთეზებს გააკეთებ. იგივე რა ორი დგომა თქვა ხო რაღაც ჰიპოთეზას გააკეთებ, ჰიპოთეზას და ჰიპოთეზის ტესტირებით მე მიიღებ ან ალტერნატიულ ჰიპოთეზას მიიღებ და დასვა რომ რაღაც უშუალოდ. არ არის ეგ კატასტროფა. ზედა დასმულია ხოლმე და რაღაცა ზოგადი შემთხვევისთვის და მუშაობს. გასაგებია, მადლობა. არაფერს. ახლა რო გითხრათ მეგეც აქვს გაკეთებული ახლა სტატისტიკა მეღო და ნიშნობები დამესვა. კონდა რაღაც შემთხვევა რომ დაგჭირდა რაფინირება. ინკორბოქსებზე არ გონია ხო როგორც მას მაგრამ მე მგონი მაგაზეც კონდა რაღაც შემთხვევა. არის ახლა იყო ხოლმე კონკრეტული ამოცანა. ეხლა თან მე როცა თქვენ ისწავლით ვიტებს ხო VIT-ს Vision Transformer ანუ ტრანსფორმერის მოდელი არის კომპიუტერული ხედისთვის ანუ სახელმწიფოსთვის მაგას როცა გაივლით მე კიდე ფუნდამენტურ მოდელებზე ალბათ დაილაპარაკებთ ან შეიძლება მე ერთი სემინარი გავაკეთოთ და ვილაპარაკოთ კომპიუტერ ვიჟენის არამარტო ენის მოდელებს კომპიუტერ ვიჟენსაც ანუ კომპიუტერულ ხედვასაც აქვს ან ფუნდამენტური მოდელები სახელმწიფოსაც და ეს არის ახლა მაგალითად segment anything არის ესეთი Facebook-ის ძალიან დიდი მოდელია მომents უკვე გაწვდილია მილიარდობით სურათზე და უბრალოდ მილიარდობით ობიექტზე სეგმენტაცია შეუძლია და დეტექცია შეუძლია და ისინი უკვე დახვეწილია და იმდენად ძლიერი მოდელია ვერ არიან იმ მოწოდების სიმაღლეზე ალბათ ვერ არიან როგორც სიმაღლეზეც არის მაგალითად ენის დამუშავების მოდელები მაგრამ
უკვე საკმაოდ წინ არის წასული ადრე რაზეც ძალიან ბევრს წვალობდით ხოლმე ხელით დღეს უკვე აი გამზადებულ მოდელს აიღებ და ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია აქ შეიძლება უბრალოდ პრობლემა იყოს ხოლმე თუ ჩქარი მოდელი გინდა აიღებ იმ გამზადებულ მოდელს და გამოიყენებ მიზნობრივ ცვლადებს ანუ ლეიბლებს დასაგენებლად ხო, აი მაგდა გითხე ზუსტად ნეირონული არქიტექტურის search-ში არ გჭირდება threshold-ების ისა რა ქვია დათიუნება, მაგასაც ითვალისწინებს და მაგდა მაინტერესებდა აქ. ხო, არ ვიცი ვერკი პასუხი. V9-შიც დაამატეს YOLO-ში, მაგრამ ხო. მაგ და ძველ ვერსიებში არ არის და ანუ ალბათ ეგეთ სტატისტიკას აკეთებს ჩვეულებრივ სხვა არქიტექტურის. ალბათ როგორც თქვით მასე. მაგას ავტომატურად აკეთებ ეს ხოთაშ დახატავ და 19 ხო, ალბათ ეგრე. დასაწყისში არა. ხო, კარგი, მადლობა რომ გაით მაგას საინტერესო ფაქტია დავიმახსოვრებ. გავთვალისწინებ. ანუ კიდე არის ეგეთი SSD single shot multi-box detection-ი ეს SSD ძალიან გავს YOLO-s არქიტექტურას, ну ძალიან პატარა ცვლილება აშიგნით. ჩვენც ახლა დრო ძალიან გაგვექცევა რომ ყველა დეტალს მივყვეთ SSD-ში, უბრალოდ ორი სიტყვით გეტყვით რომ ეგეც ეკუთვნის ერთიმიანი, ანუ ერთმოდელიან დეტექციის ოჯახს. არ არის სასწაულად კარგი წარმადობის, თუმცა თავის დროზე რაღაც პერიოდი, არ ვიცი, შეიძლება წელიწადიც კი არა, რამდენიმე თვე იყო ხარბაზე ლაპარაკი, SSD იყოს, ჰქონდა რაღაც პოპულარობა. ნუ წარმოიდგინეთ, რამდენი სტატია ეწერება, რამდენი მოდელის, რამდენი ლაბორატორია, რამდენი ექსპერიმენტი ტარდება და ნუ SSD რადგან რაღაც სოფლიომ გაიგო და ყურადღება მიიქცია, მუშაობს. ძალიან ჩქარია, ძალიან მოხერხებულია VGG6-ის არქიტექტურაზე, VGG6-ის არქიტექტურაზე იყო დაშენებული, მაგაზე ვილაპარაკებთ და ნუ ერთი პლუსი ამას კიდე აქ უნდა, ხო, ნუ შეიძლება არ იყოს ეგეთი წარმატება, თუმცა ის კარგი დეტექცია არ ქონდა, მაგრამ ქონდა კარგი ის, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ტრაფიკის დათვლას, ნუ ახლა 100 როდესაც 1000-ობით მანქანას ითვლი და გაინტერესებს დღეში საშუალოდ რამდენი მანქანა გადის, 20 მანქანა გამოგრჩება თუ არ გამოგრჩება, დიდი კატასტროფა არ არის. მაგრამ ეხლა არის შემთხვევები, როდესაც ეხლა არაფერი უნდა გამოგრჩეს, ხო, რაღაცა. არის შემთხვევები, როდესაც საფრთხების კამერაა და 20 კაცი გამოგრჩა, თუ გამოგრჩა, გაუძარცვია და მოუპარია თან წაუგია რაღაცა. ან თვითონ თავის თავს შეიძლება საფრთხის ჩააგდო, ხო, შევიდნენ ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება რაღაც ფეხი მოიტეხო რაღაცა. ამიტომ გაჩნია ამოცანას. ну თავარი იდეა იყო ესე კრიტებად აკეთებდა დეტექციას ესე იყო დაყოფილი წერტილებად იყო ესე თქვა დაყოფილი ან გრიდებად ან ცხრილად ან მესერად იყო დაყოფილი აქაც სურათი უბრალოდ ის იყო რომ რამდენიმე კონვოლუციური შრის მერე ხო განზომილება ხო დავარდება სიგრძესიგანე დავარდება და სათითაოდ აკეთებდა დეტექციას და კლასიფიკაციას ანუ აბრუნებდა კიდე ერთი კონვოლუციური შრე იყო დამატებული რომელიც აი ესე ფილტრად აბრუნებდა ტენზორს სადაც თითეული სვეტი ალბათ სვეტი გამარაგებული სიმაღლეზე ხო ანუ არქები ჩენელები ან სიღრმე თითეული ტენზორის იყო ზუსტად შედგებოდა დეტექციით და კლასიფიკაციით ან რომელი კლასია და თან კოორდინატებით და მე მქონდა ეს ჩქარი NMS-ი და საბოლოო დეტექციის შეჯერება ხდებოდა ბოლოში ну აიქ მაგალითად არის მოყვანილი რომ 75 ყველა ობიექტს რაღაც 75 დეფაულტი ანუ წინასა განსაზღვრული ბოქსი შეესაბამებოდა და ნუ არ დაგიმალოთ შიგნით აქ და სამშობლოში დეტექციაში აკეთებდა რას რომ აკეთებდა დელტებს ანუ სხვაობებს ამ ენკორ ანუ მიბმული ჩარჩოებიდან რა წინასა განსაზღვრული ჩარჩოებიდან და სხვაობა ძალიან დიდი იყო უკვე ეს ჩარჩო შეგვეძლო გადაგვეკდოდა და დაგვეტოვებინა ეს ჩარჩოები სადაც სხვაობა უკვე ნაკლები იყო. ასე აკეთებდა ვთქვათ კონვოლუციად, მაგალითად ჰქონდა 3 კონვოლუციური შრე, რომელიც ეს ჰქონდა რაღაც ამ ბოქსების გენერატორი, ლოკალიზატორი და რამდენად ნამდვილად ეკუთვნის კონფიდენსი ხო არის თუ არა ეს ობიექტი და რა ალბათობით არის ეს ობიექტი. ეს ამას სურათზე დაყოფილია მაგალითად ეხა ეს არა ხო უფრო ბევრად იყო დაყოფილი და თითეულისთვის წინასწარ განსაზღვრული ბოქსები გვაქვს და მე თითეული ბოქსისთვის გვაქვს სხვაობები და ამ სხვაობის მიხედვით ვადგენთ რომელი ბოქს ეკუთვნის და მე აი ესე გვაქვს თითეული ესეთი 5-5-ზე გრიდი პასუხი სადაც სიღრმეში გვაქვს უკვე რამდენი ობიექტია რამდენი უბრალოდ ამ კოორდინატები ამ ჩვენი ობიექტის და კლასი რომელ კლასს ეკუთვნის ეს ობიექტი
corner connection-ი არც მახსოვს, ხა ზუსტად როგორ აკეთებდნენ ამას. არა ხარ არის პირველ ჩავყვი ამის დეტალებს რა. ანუ არქიტექტურული დეტალებში კიდე რო ჩავიდეთ, აი ხო ხედავ თითოეულ კლასში მაგალითად აქვს ლოკალიზაციის გრიდი კონფიდენსი აბრუნებს უბრალოდ softmax-ი აქვს და აბრუნებს ალბათობას რა. ხო, და ერთ-ერთი არის აუცილებლად background-ი, ხო, ну არაფერი. საერთოდ background-ი ძალიან რთულია, იმიტომ background ძალიან დიდი კლასია და ბალანსი ძალიან დარღვეულია ხოლმე, არაბალანსირებული. და მეორე გრიდი აბრუნებდა თქვა სხვა ზომაზე, თქვა x, y და z კოორდინატებს და default box-ებთან სხვაობებს რა. ხო, გავიცანოთ კიდევ ერთხელ ResNet-ი და skip connection-ი. ისე კარგი საკითხავია თითოეულ ოლიმპიადაზე SSD-ზე თუ მოგიწევთ მუშაობა. იმიტომ მე რატომღაც იდო SSD ამ იმაში სილაბუსში რაც წინასწარ მოამზადეს, ამიტომ მეც აღარ ავერიდე. და მქონდა სადღაც ოდესღაც ლექციაში მქონდა მოყოლილი SSD-ს არქიტექტურა და უბრალოდ თავიდან ჩავდი აქ. ხო, ResNet-ზე თუ გახსოვთ როგორი არქიტექტურა იყო, შედგებოდა რამდენიმე ბლოკისგან, სადაც ბლოკში იყო რაღაც კონვოლუციური შრეები, ან კონვოლუცია, მერე კონვოლუცია, ან რაღაც ესეთი რთული კონსტრუქცია და უბრალოდ გამომავალი მონაცემის განზომილება ემთხოვოდა შემავალი მონაცემის განზომილებას, სიგანე და სიღრმე, თუმცა ეს შეიძლება რამდენიმე შრის მერე მოხდეს და სიღრმე საკმაოდ დიდი იყოს, სიგრძე სიგანე კი შედარებით პატარა, მაგრამ უბრალოდ მე აი რომ გაივლიდა ამ შრეს, რამდენიმე ბლოკს რო დავარქვათ ამათ ბლოკების კომპოზიციას F-ი დიდი, F-X რო გაივლიდა, მე F-X პირდაპირ X-ი ემატებოდა. და ხო ვილაპარაკეთ რა არის skip connection-ი, რატო გვეხმარება ეს? რამდენიმე ტიპის არქიტექტურა იყო ამ ResNet-ის, ResNet-მა როგორც გითხარით და რეზიდუალური კავშირის დღესაც აი მაგალითად ტრანსფორმერებშიც გამოიყენება და თითქმის ყველა Excel-ში გამოიყენება, რაც კი არის ესეთი ღრმა ქსელი. რატომ მოვიყვანე ხა ResNet-ის აი მაგალითად საკმაოდ ღრმა ქსელები, ResNet 1000 იყო თავის დროზე 1001 და ResNet 101 და მერე იყო ResNext-ი მაგალითად ერთ-ერთი გაუმჯობესებული იყო და მაგალითად ResNext-ი მაქვს გამოყენებული საკმაოდ ისეთი დიდ social ქსელს გავუკეთეთ პროექტი და კლასიფიკატორი იყო და დეტექტორი და იქ ResNext-ი იმუშავა ძალიან კარგად. როდეს იყო 1.7 წლის წინ ახლანდელი მოდელები თანამედროვე ფუნდამენტური foundation მოდელებს ასე ეძახიან ეგარ გამომიყენე. საფუძვლის ფუძე მოდელები, ანუ ძირი მოდელები, რომელიც აი მილიონობით მონაცემზე არის გაწვნილი ან მილიარდობით. აი მაგათ ResNext-ში ხდებოდა აქ თუ ერთი იყო რეზიდუალური კავშირი, რეზიდუალური ბლოკი, ხო ეს პარალელურად იყო და მე ხდებოდა რეზიდუალური კავშირით აქ შეკრება. ამათი აგრეგაცია ხდებოდა და მე ორიგინალური მონაცემის მე ბოლოში დამატება. ხა ეს რატომ მოვყევი? იმიტომ მოვყევი რომ იგივე შეიძლება მოხდეს დეკოდირება და ენკოდირების დროსაც. და რა არის დეკოდირება და ენკოდირება? ამაზე მე მინდა უფრო დაწვრილებთ ვილაპარაკოთ, ესაც სემანტიკურ სეგმენტაციაზე გადავალთ. სემანტიკური სეგმენტაციის დროს დეკოდერისა და ენკოდერის გარეშე ვერ გავალთ იოლას. მე შეიძლება მე ავტოენკოდერებსაც ისაუბროთ თუ ისაუბრეთ არ ვიცი. და ავტოენკოდერის და დეკოდერ და ენკოდერის ვარიანტია ზუსტად language მოდელები და მე მაგალითად GPT არის decoder only, მხოლოდ დეკოდერიანი მოდელები. BERT იყო მხოლოდ ენკოდერიანი მოდელები, მაგრამ ორივე დაიწყო ტრანსფორმერიდან. თვითონ ტრანსფორმერის იდეაც ეს მრავალთავიანი ყურადღების იდეა ისე როგორც კონვოლუცია სიგნალების პროცესინგიდან მოდის. ანუ ეს არ არის ესე ადამიანში შეუძლებელია ასეთი კარგი არქიტექტურა შეადგინოს, მოიფიქროს და ესე ინტუიციურად გაუმართლოს და თან დღემდე კითხულობდეს რატომ მუშაობს. აქ სინამდვილეში ყველაფერი მოდის, სადაც ფუნდამენტური ძველი, ან უკვე კარგად დამუშავებული, რომელიმე მათემატიკური ან ფიზიკური ან კომპიუტერული მეცნიერების ძველი იმიდან ხო, გამოყენებთ მათემატიკის ძველი იმიდან, დისციპლინიდან ან არსებული დისციპლინიდან. შესწავლილი დისციპლინიდან. ხო და ერთ-ერთი იყო ესეთი სიგნალ პროცესინგში ტრანსფორმერის მსგავსი არქიტექტურა. კონვოლუციაც გითხარით, რომ ფურის კარტაქვინებიდან მოდის და იქ არის კონვოლუციის თეორემა, თავი თეორემა. აქაც აი უყურეთ მე უბრალოდ ჩვენ რაც გავიარეთ ახლა ნეირონქსერის სინამდვილეში ეგენი ენკოდერებად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ენკოდერ დეკოდერი მან ესეთი სახაც სად არის ენკოდერი, საწყება ენკოდერი და სად თავდება ენკოდერი და საწყება დეკოდერი. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია თქვა, რომ აქამდე ენკოდერია, მერე დეკოდერი, ხო? მაგაზე არ არის მნიშვნელობა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოდი ახლა ამ შემთხვევაში, როდესაც დეტექციებზეა ლაპარაკი, ხო? ენკოდერი არის, როდესაც სიგრძე სიგანე იკლებს და სიღრმე იმატებს განზომილება. და დეკოდერი არის, როცა პირიქით ხდება. ანუ
ორიგინალურზე თუ არა ორიგინალურთან ახლოს რაღაც ან ორიგინალურისკენ ისევ პირიქით რომ ის აი არ გინდა ორიგინალური. უბრალოდ, ოდესაც სიღრმე იკლებს და სიგრძე სიმაღლე იმატებს. და unit-ის მთელი მთელი განსხვავება, მთელი უნიკალურობა იყო ეს, რომ კონკატინაციას უკეთებდნენ ენკოდერის შესაბამის განზომილებიან შრეს, უბრალოდ მიაწებებდნენ ხოლმე დეკოდერის შესაბამის განზომილებას. ნუ ისე რომ განზომილება დაემთხეს, ხო, აი აქ, აი აქ. კონკატინაციას, ანუ ესე პირდაპირ გადააბავდნენ ერთმანეთს და მერე გაუშვებდნენ შემდეგ კონვოლუციურ ფილტრში. მაგრამ ეს ახლა საკმაოდ მძიმეა, მიუხედავად იმისა, unit-ი კარგად მუშაობს და კონკატინაცია ძალიან კარგად იმუშაობს, საკმაოდ ძირი. ეს ნიშნავს, რომ დეკოდინგის დროს რო ეს სემანტიკურ სეგმენტაციას აკეთებს, პლუს არ კარგავს ინფორმაციას ენკოდინგის დროს, რაც პატარავდება და ინფორმაცია იკარგება, ხო, ჩვენ თუ ინფორმაცია არ დავკარგეთ, მაშინ განზოგადებას ვეღარ შეძლებს ჩვენი მოდელი. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. რაღაც ინფორმაციაზე უნდა დავხუჭოთ თვალ. აქედან გამომდინარე და ამაზე ვილაპარაკეთ, ხო, მე რო ჩვენ ადამიანს მთლიან პროცესით დავყვავდეს, უბრალოდ გვერდზე რო გაიხედოს, ვეღარ ვიცნობთ. სხვა ადამიანი იქნება ჩვენ სამწვერი მოუშვეს. ანალოგიურად აქ რაღაც ინფორმაციას კარგავთ, მაგრამ თან პლუს მაინც ბოლომდე არ დავკარგავთ და აი ამ დროს, როდესაც ინფორმაციის შემავალი ინფორმაციის და გამომავალი ინფორმაციას ვუმატებთ, ხო, ვუმატებთ იმ ინფორმაციას, რას ეკუთვნება, სად არის სეგმენტი ამ კონკრეტული ობიექტის და შემავალი ინფორმაციის, სადაც კიდე ბევრი ხმაური იყო იმასთან ერთად, რაც ჩვენ დავინახეთ, რაც არის ამ სურათში, ამ ინფორმაციას ნენდელა ვუკლებთ. გამომავალი რაც გვინდა პასუხი, იმას ვუმატებთ. ზუსტად აი ეს შემავალი და გამომავალი ინფორმაციის დაკლება მომატება არის ნეირონების გაცვლა, ზუსტად ეს სხვაშორის მაგას კაი ნაშრომებია, მაგრამ მაგაზე რაღაც. ხო და ინფორმაციის თეორიის თვალსაზრისით. მაგრამ აი აქ ხა იმის გამიდო დეკოდერისთან რაღაცნაირად სინერგია ხდება ერთმანეთთან. შესაბამისად. მაგრამ ეს საკმაოდ ძიმე ოპერაციაა და მოიფიქრეს უფრო მსუბუქი ოპერაცია და დაარქვეს ამას მახასიათებლების პირამიდა. ამ დროს ხო იკლებს სიგანეში, ხო? და პირამიდასავით არის მახასიათებლები, სიღრმეში იმატებს მახასიათებლები კონვოლუციის შრეებში და აქ პირიქით ხდება, ხო, სიღრმეში იმატებს და სიგანეში იმატებს. სიღრმეში იკლებს და სიგანეში იმატებს დეკოდინგის დროს. ანუ ენკოდინგის დროს ეს არის პირამიდა და პირიქით რო წამოვიდეთ, ეს არის დეკოდინგის დროს და აი აქ ხდება რაღაც სინერგია და ამ სინერგიას მახასიათებლების პირამიდების მოდელებში მაგათად კრიბავენ ჩვეულებრივად. აი ამას უმატებენ ამას. დეკოდერის შრეს, სადაც განზომილება ემთხვევა, უბრალოდ აქ უმატებენ. ეს რა შვება ხა რაღაც აძლიერებს სიგნალს. ეს არის მაგალითად არსი რეტინას ქსელის. ესე თავის დროზე იყო პოპულარული, მაგრამ მე მართალი გითხრათ, რამდენიმე პროექტში გამოვიყენე და დიდი განსხვავება ვერ მომცა ისეთი წარმატება, ანუ ამბობდნენ რომ არსინენის წარმატება გვაქვს ერთ გასროლიან ერთიან მოდელზეო, ხო, ერთ გაშვებიან მოდელზეო, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ესე იყო. ну აქ კონდათ კიდე ფოკალოსი, მაგრამ ამაზე მეგონი აღარ არის დაწვრილებით. ანუ თითეული კლასის ალბათობისთვის კიდე ითვალისწინებდნენ ბექგრაუნდის, ანუ 10 კლასი ვარი იმის ალბათობას და არეგულირებდნენ ხარისხის პარამეტრით და ალფათი. რომელიც მე რა თქმა რა წარმოიდგინეთ, ხმაური ყოველთვის უფრო მეტია, ხო? არა ჰოტდოგი, ხო იცით ის ცნობილი ზანა, არა ადამიანი, ძალიან ბევრი ვარიანტია. ადამიანი ისწავლა და არა ადამიანის ძალიან ბევრი ვარიანტია, ხო, შედარება არ არის ადამიანის ვარიანტებთან, ხო? ანუ არა რაღაცა უფრო ბევრია ვიდრე რაღაცა, ხო, ხშირ შემთხვევაში, ხო. ანუ მე თუ ეხა ყველაფერს კლასიფიცირებ, არა ის შეიძლება ნული იყოს, მაგრამ ეგ თეორიულად შეიძლება დაუშვო, პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელი. ალბათ შეუძლებელი. ამიტომ რაღაცად მინდა რომ დავაბალანსო, ძალიან არაბალანსირებულია ჩემი ისა რა ქვია კლასიფიკაციის ამოცანა, ძალიან გადახრილია, ხო, skew არის, ხო, biased. ამის ბალანსირების ერთ-ერთი საშუალება იყო ეს ფოკალოსი, მაგრამ არ ვიცი, ეს მე მგონი უკვე იმაში რომ როცა უკვე წვნაზე წახვალთ ან რაღაცა, მე შეიძლება რომ ფოკალოს გაიხსენოთ, იმიტომ რომ მე გიჩვენდით რომ ცოტა ჩაუყმავდეთ ამას, იმიტომ რომ აი ეს სკელით შეიძლება ეს ფოკალოსი კი გაგჭირდეთ სადმე. რაღაც ეგეთი პრაქტიკა გეცოდინებათ, რომ აი რაღაცა პატარა რიცხვის შეცვლით, აი ესეთი რაღაცა გააკეთეს და შეიძლება ამ პატერნით, ამ პარგით თქვენც რაიმე მოიფიქროთ, მე უკვე შეჯიბრის დროს. თუმცა ან მე სამეცნიერო კვლევის დროს მომავალში, შესაძაც თუ გააგრძელებთ და იმედია გააგრძელებთ ამ სფეროში მუშაობას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადახედეთ ხოლმე ეს დეტალებს, რასაც გეუბნებით. ну ეგ არის შედარება ფოკალოსი და კროსენტროპიის ფოკალური ცდომილები და კროსენტროპიის ცდომილებით მიზნობრივ ფუნქციებს ის ცდომილების კლება როგორ ხდება ხო გაწვნის პროცესში და ხედავთ რომ აქ დაშვება ძალიან მაღალი ჩქარაქტები გაწვნა კლებადობა უფრო ჩქარია
ეხლა მოდი გადავიდეთ და ორი სიტყვით ვილაპარაკოთ დრო რამდენი გვაქვს, საათნახევარი უკვე ვილაპარაკოთ, მაგრამ პრაქტიკული ეხლა დიდი ის არ არის ხო უცებ გავივლით ეხლა და მე თქვენ გეკნებათ უფრო ბევრი პრაქტიკულში გასაკეთებელი, იმიტომ რომ ესეთი მასალა მაქვს. ხო, მოდი ვილაპარაკოთ ეხლა მრავალჯერად მოდელებზე და არსიენენების ოჯახზე ცოტა ვილაპარაკოთ და მე შეგვიძლია უკვე დავისვით. არსიენენების ოჯახი სუსტად ეგ იყო, როგორც გითხარით, აი ეს არის სელექციური, ანუ შერჩევითი ძებნა, ესეთი ალგორითმია, რომ მოძებნოს კანდიდატი რეგიონები. ნუ ახლა ხედავთ, რომ აქ ძალიან ცდომილება ბევრია ახლა. ეს აქ რაღაც რო შეხედავთ, თანაბრად არის განაწილებული ერთი და იგივე ფერია, ხო და გადამული ობიექტია, როგორ მოძებნა გაგიკვირდა. თუმცა ნუ კლასიკური ალგორითმებში ძალიან მაღალია ეს ცდომილება. კლასიკური ალგორითმის ეგ აქვს ამბები, რომ ხელით ყველაფერს ვერ დასვა, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ, ობიექტის სხვადასხვა ზომისთვის ცალ-ცალკე ალგორითმს ვერ დაწერ. ამიტომ ნუ კლასიკურ ალგორითმს ყოველთვის დაბალი წარმატება ჰქონდათ, სანამ ნეირონული ცელები ჩაერთმევდა საქმეში კომპიუტერულ ხედვაში, ანუ საქმდამოცნობაშიც და ბუნებრივი ენის დამუშავებაშიც, ხო? თუ სხვაგან შეიძლება კლასიკური ალგორითმი გაცილებით უფრო უკეთესად მუშაობდეს და არის ესეთი შემთხვევებიც, და ხშირად არის, ხო? ან მაგალითად ნეირონული ქსელი ვერ მუშაობდეს ესე კარგად, როგორც სხვა კლასიკური ალგორითმებში, აგურის ხო მანქანის სწავლების ალგორითმებს, ხო? ჩვეულებრივი კომპიუტერული ხედვის ალგორითმებს, თუმცა მანქანის სწავლების ალგორითმებიც რაღაც შემთხვევაში ნეირონული ქსელებს ჯობია, მაგრამ გააჩნია მონაცემს, გააჩნია განაწილებას, გააჩნია შემთხვევაში, ხო? ცნობილი ფილმის არ იყოს. მაგრამ აქ ახლა ხო ეს მოდი ეს გავაკეთოთ, რომ წინასწარ ვთქვათ, რომ 2000 პროპოზალს, ანუ 2000 შემოთავაზებას მომცემს რეგიონებს, ამათგან უმრავლესობაში არაფერს არ გვარგებს, მაგრამ ამ 2000 რეგიონზე კიდე ზემოდან გავწვთნათ ეს რეგიონი უბრალოდ გავატაროთ და თუ გახსოვთ, ეხლა ზუსტად გავატაროთ წინასწარ გაწვდნი რომელიმე ქსელში, ოღონდ ბოლო კლასიფიკაციის ნაწილი მოვაშოროთ, მაგალითად როგორც გავაკეთეთ, ხო, ბოლო ნაწილი მოვაშორეთ და ვექტორიზაცია რო გავაკეთეთ სურათებში და მე ეს ვექტორები გავაკლასიფიციროთ, ანუ 2000 ვექტორზე გავუშვათ კლასიფიკატორი, რომ ღირს თუ არა ეს ობიექტი ნამდვილად არის თუ არა ობიექტია, ეს ვასწავლოთ. აი უყურეთ, ამან მომცა პროპოზალი, ხო მითხრა რომ ეს ანუ შემოთავაზება ეს და აქ ძალიან ბევრი რაღაცა. ეს შეუშვიმე ნეირონულ ქსელში, ოღონდ ბოლოს კლასიფიცირება კი არ მივეცი, ბოლოს დააბრუნა ამან ვექტორი. ამ ვექტორზე გავწვთვენი ცალკე კლასიფიკატორი, რომელიც მეტყვის რომ აი თვითმფრინავია ადამიანია თუ ტელევიზორის მონიტორია, ან კომპიუტერის მონიტორი. ან ცხენია. აი ეს წინასწარ განსაზღვრული კლასიფიკატორი გავწვთვენი. ანუ ამან 2000 რეგიონისთვის 2000 ცალი რეგიონი გავატარე, ერთ სურათში გავატარე ნეირონულ ქსელში. მერე გავწვთვენი ბოქსების რეგრესია თითოეული რეგიონისთვის და გავწვენი მაგალითად SVM, ამათ SVM ჰქონდათ, ხო? ხარდაჭერითი ვექტორების მანქანები გაიარეთ თქვენ SVM სუპორტ ვექტორმაში. აი ესეთი ის არის, კი, ძალიან კარგი. ესეთი ხო, SVM ჰქონდათ ამათ გაწვენი, თუმცა შეიძლება გადაწყვეტის მიღების ხი გაწვნათ ან რაღაც სხვა, ხო, შეიძლება სულაც რეგრესია მუშაოს ლოგისტიკურ მარკეტინგში. და ნუ თითო 2000-იც ჯერ SVM უნდა გააკეთოს, ანუ ჯერ გაწვთა წარმოგიდგენია თითო სურათში 2000 ცალი. ანუ თქვენ რა რაღაცა 124-იან ბაჩი აიღოთ, 120 ჯერ 2000 ცალი ის გეკნებათ, ხო, 240 1000 240,000 გამოძახება მოგიწევთ ნეირონული ქსელის 240,000 SVM-ის გადაწვთნა მოგიწევთ არა 240,000 მონაცემზე მოგიწევთ SVM-ის გაწვთნა ანუ ამ ერთ ბაჩში ერთ სალიმაში ხო ერთ პორციაში ანუ ეს მე ეს პორციები და მოაგროვოთ ერთად თუ SVM-ს არა აქვს ბაჩების ხარდაჭერა წესი და რიგით შეიძლება რაღაც ალგორითმები არის მაგრამ კლასიკურად კი არა და არაკლასიკურადაც ძალიან ძნელია SVM-ში წარმოიდგინო ხარდაჭერა თუ მანქანებში პორცია სწავლება ძალიან ძნელი წარმოსადგენი იტერაციული სწავლება ძალიან ძნელი წარმოსადგენი ეებში კიდე შეიძლება ну გაასწორა ამან ძალიან კარგი მაღალი წარმატება ჰქონდა მაგრამ ну ძალიან ძვირიღი და ხო ნახეთ რომ ძალიან წვალებაა ну მე მოიგონეს faster CNN ზუსტად ხაც დასაწყისში დამისვით კითხვა რა faster CNN იყო ესეთი ტიპი რომ ეს რეგიონ პროპოზალებზე ხა წარმოიდგინეთ
ეს ოღონდ ეს კონვენციური ქსელები კი არ იწვრთნება, ეს სხვა რამეზე გაწვრთნილია, როგორც ჩვენ ვექტორები ამოვიღეთ. გახსოვთ ვექტორები რომ ამოვიღეთ სურათებიდან და ეს ვექტორები ახლოს რომ მოვაკვეთრეთ, ხო, ერთმანეთთან აღმოჩნდა, რომ კონტექსტუალური ინფორმაციას ინახავ და ისევე ამაში უშვებენ და როგორც ვექტორს ბოლო შრეს აშორებენ თუ ან ბოლოს წინა შრეს და ბოლო შრეს, რომ კლასიფიკატორი შრე არა აქვს, უბრალოდ ვექტორად უნდა აქციოს თითოეული რეგიონი. უკვე გაწვრთნილობა ქსელმა, მაგრამ იგულისხმება რომ რადგან გაწვრთნილია ეს ქსელი და ნუ განაწილებით ახლოს არის ეს სურათები ერთმანეთთან რაღაც სამედიცინო სურათებზე არ გადადიან რაღაც უფრო კატასტროფულად შორს ხდება სურათები. ზოგჯერ სხვა შორს სამედიცინოს კარგად მუშაობს, ჩვეულებრივ იმიჯნეზე გაცილებული მოდელები, მაგრამ ისე ვთქვათ რა, ეთქობა არის იქ მაინც რაღაც შერეული ახლოს განაწილებაში ან რაღაც შავთეთთან ახლოს არის სურათები. ნუ ყოველ შემთხვევაში მის თქმა მინდა რომ განაწილებით ახლოს არის და ამიტომ თითოეული რეგიონი რო გაივლის ამ სხვა რაღაცაზე გაწვნილ ქსელში, ის ამოიღებს საკმარის ინფორმაციას უფრო ფართოს და უფრო მეტის მომცველი ინფორმაციის თქმელი ინფორმაციას, ვიდრე მაგალითად იმას კლასიფიკატორში შეიძლება რომ 1000 კლასისთვის არის თუ აშინი 1000 კლასი, როგორც ჩვენთან მაგალითად დინარეებს მიხვდა და სოფლებს და რაღაც ქალაქებს მიხვდა და დააჯგუფა ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა თბილისს და ბათუმი ნამდვილად არ ქონდა იმას გაწვნილი და თან ეს სურათები საიდანაც წამოვიღე, რომელიც გაწმებული იმიჯნეთის იმაში არ დაწესეთ არ იქნება. ახალია. ხო და ზუსტად მან და ახლა როდესაც მე გვექნება ლექცია, რომელიც ვისაუბრებთ ზუსტად ამ გადასწავლას სწავლის გადაცემაზე, ჩვენ შეიძლება ავიღოთ უკვე გაწვნილი ქსელი, რასაც ვაკეთებთ ხოლმე და ადრეს გითხარით, ხო, წინა შეხვედრაზე და უბრალოდ რაფინირება გავაკეთოთ, მოვარგოთ ჩვენ მონაცემებს. ან უბრალოდ ავიღოთ გაწვნის წერილი და ბოლოს შრე გავწვდით. ან ბოლოზე დავადოთ SVM-ი ბოლოშრეს, მოვაშოროთ ბოლოშრე და SVM-ი დავადოთ, ხო? ბოლოშრემდე რომ ვექტორი ბო, ამ ვექტორებზე SVM-ი გავწვნათ და იმას შეიძლება შვენივრად იმუშაოს. გადაწყვეტს მიღებს ხემი იმუშაოს. მაგალითად ჩვენ ძალიან მუშა მოდელი გქონდა, ჩადგმებს აკეთებდა გრაფის თითოეული ნოდის, გრაფის თითოეული წვეროსი, ეს წვერო თითოეული ეუკლიდური სივრცისაა, ზეგანზომლებული ეუკლიდური სივრცის ელემენტი იყო და ამაზე მე უკვე გადაწყვეტილების მიღების ხე იყო გადაწყვეტილი ზემოდან თითოეული წვეროსთვის და კლასიფიკაციას აკეთებდა წვეროების და მანამდე გრაფის ნეირონული ქსელი აკეთებდა ამ წვეროების ჩადგმას. ანუ შეიძლება მოხდეს და ეგრეა გაკეთებული აქ. უბრალოდ გრაფის მაგალითად სურათები არ შეშვებული და გადაწყვეტილი მოდელი აქვს უკვე გამოყენებული იმიშნეცე გაწყვეტილი. Faster CNN-მა რა ქნა ხა ამ რეგიონ პროპოზალი ეს ძალიან დამღლელი და ეს არის ძალიან დიდი ხნიანი ალგორითმი გარდა იმისა რომ თელ ცეხია ხო ასე კონვეიერია ხო და თან ისეთ კონვეიერია ხო პარალელურად სამფერო საქმეა გასაკეთებელი ესეც ძალიან დიდხნიანი ალგორითმია და ძალიან ისეთი ხო არაეფექტური ალგორითმია დროის თვალსაჩინოს არც არის ძალიან ეფექტური მაგრამ ნუ დანჩევს ჯობია ეს ალგორითმი და ნუ ეს ასწორებს მე საქმეს ეს ალგორითმი მოარგეს უკვე თუ არ ვწდებით უსწრად მახსოვს რომელი არ მახსოვს მართალია რა თქმა უნდა ხო მე აკეთებდნენ რეგიონ პროპოზალს ხო რეგიონ პროპოზალს მე აკეთებდნენ რა თქმა უნდა აი რამდენი რეგიონი გვაქვს და მე ალბათ ხო ბოდიში მე აკეთებდნენ სადავარ ხო faster CNN-ში non-max suppression-ს, ანუ არამაქსიმალურ ამოფილტროს. Faster CNN-ში ეს სელექციური ძებნა, ეს კლასიკური ალგორითმი გააკეთეს უკვე კონვოლუციურ ქსელში გავლილი რაღაც კონვოლუციური ქსელის შუა ეტაპზე რომ მივასურვათ, თქვათ იქ. უკვე კონვოლუციურ კერნელებს გადავლილ მახასიათებლების მეფზე, ხო, მახასიათებლების მონაცემებში. ანუ აი იქ იმიტომ რომ სიგრძე-სიგანე უკვე პატარა იყო და შეიძლება ჩქარა აკეთებდა დეტექციას, მაგრამ სიგრძე-სიგანე პატარა იყო, ინფორმაცია იყო დაკარგული. SSD-ში იმიტომ არის რომ რამდენიმე დონეზე ხდება დეტექცია დასაწყისში, მე შუაში, მე ბოლოში, ან კიდევ რაღაც შუაში, რომ ერთმა მოძებნოს ძალიან პატარა ობიექტები, იმას დააკვირდეს ეს დასაწყისში, ბოლოსკენ დიდი ობიექტები ჩქარა მოძებნოს და დასაწყისში არ დაკარგოს, მაგაზე დრო მაინც ოპტიმალურია და სწრაფი. ფოკუსირება უფრო დიდ ობიექტებზე გააკეთოს და ვიდრე პატარა ობიექტები მაგალითად თუნდაც მე NMS-ი რო გაკეთდება, იქ არ წაიშალოს და ერთმანეთთან თანაკვეთა არ მოხდეს. ამან ეფექტურობა გაუზარდა SSD-ს და აქ სამაგიეროდ ინფორმაცია იკარგებოდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ჩქარი იყო. პროპოზალი კარგი ქონდა და დაამატეს ეს ეგრეთ წოდებული region of interest pooling. Region of interest pooling-ი არის როგორი რაღაცა, max pooling-ი არა სინამდვილეში, უბრალოდ წინასწარ ეს რადგან region პროპოზალია, ამას შეიძლება სხვა ზომის დამიბრუნოს, მაგრამ მინდა რომ 16-16-ზე ან რაღაცა 4-4-ზე დამრჩეს, ან რაღაცა 12-12-ზე დამრჩეს. როგორ დავიყვანოთ 12-12-ზე რაღაც თელი გაყოფით, ხო?
მაგალითად აქ რამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 არის და 1 2 3 4 5 6 7 8 ნუ გადასარევი რაღაც ახლა ეს 4 4-ზე გაიყოფა პირდაპირ რაღაცნაირად და შემიძლია აქ max pooling-ი გავაკეთო მაგრამ ნუ როცა არ იყოფა სადღაც გქონდა მოიცადე ამის სურათი და მინდა რომ გაჩვენოთ სად როცა არ იყოფა მაშინ აკეთებდნენ ესეთ რაღაცას სადღაც გქონდა აქ რომ ამზადებდი ამ სლაიდეს ტექსტში ხო ეს სურათები რომ ავიღე გიფი იყო და გიფი აქ არ გაეშვა და ამიტომ აი აქ მაქვს ჩანს აი არ აქვს შობა რომ თელი გაყოფით ეძებს ისეთ რეგიონს და ამ თელი გაყოფისას მაგალითად აი 5-ია აქ ხა და 5-ს 4-ზე ვერ გაყოფს ხო ამიტომ ვერ ვაჩერებ ამას ბოდიში ამიტომ ამ 5-ს რა მოდება გიფი ვნახოთ აქ უნდა გქონდეს გიფი ვებულინგის აი ეს მოძებნა მე ხა 5-5-ზე ხო ვერ დაყოფს 4-ად ამიტომ ესე დაყო და მე ამაჩი max pooling-ი გააკეთა აი საერთო region of interest-ი max pooling-ით დაიტოვა რა. განაჩენი უბრალოდ თელი გაყოფით ცდილობს რომ ერთი და იგივე ზომაზე დაიყონოს. მე მინდა რომ 4-4-ზე დავიდეს, ანუ ჯერ ესე გავაკეთებ, მე ესე გავაკეთებ, ესე დავჭირე და თელი გაყოფით ჩამოვალ 4-4-ზე. და მე max pooling-ს გავაკეთებ. სად არის ჩვენი პრეზენტაცია? აქეთ. ხო ნუ ეს დაამატეს რომ ჯერ შევიდა რეგიონ პროპოზალი გააკეთა კონვოლუციური ქსელის მერე ან მახასიათებლების მეფსი ან მახასიათებლების ტენზორზე მერე გააკეთა ინტერესების რეგიონების ინტერესების ფულინგი და მერე გააკეთა თითოეული ამ რეგიონ of interest-ზე სანამ softmax-ში შევიდა სამ კლასიფიკატორს და რეგრესიას გააკეთებ და მანამდე როის მახასიათებლები ანუ რეგიონ of interest-ი ინტერესის რეგიონის ირი შევაკეთოთ ხო ინტერეს რეგიონის ნაწილზე გააკეთა ფულინგი გააკეთა ამორჩევა გააკეთა და შემდეგ უკვე გაუშვას ეს რეგრესია და კლასიფიკაცია ხო ნუ ეხლა უფრო ძალიან შოვა შეამცირე ხა კომპიუტერული გამოთვლის დრო გამოთვლის რესურსი გაწვნის დროც დააჩქარა დაკვირვების დროსაც მაგრამ მაინც და თან ხო ნუ აქტიურად შედარებადი წარმატება ქონდა სიზუსტეში. ანუ მაინც კიდე ერთი გაუმჯობესება გააკეთეს faster RCN-ი დაარქვეს, ნუ სახელების ფანტაზიაში ვაფშევთ. მე მგონი ეს უკვე სხვა ჯგუფმა გააკეთა, ის ერთ ეგრე ჯგუფი იყო, ხო, რაღაც. მე მგონი სხვა ჯგუფმა გააკეთა, მას ზუსტად აღარ მახსოვს. ავტორებსაც ჩამოგიტვით და მაგალი გითხრათ. თუმცა შეგიძლიათ სტატია ნახოთ. ნუ აი რა ქნეს ახლა selective search-ი, ანუ შერჩევითი ცემის მაგალითად პირდაპირ ნეირონულ კონვოლუციურ ქსელს გადააწყვეტინებს, რომელი ეს ინტერეს რეგიონი არის თუ არა და რომელი პიქსელი არის შიგნით ინტერეს რეგიონი. აი პირდაპირ კონვოლუციურ ქსელმა დააგენერირა ინტერესის რეგიონი. რა თქმა უნდა ეს წარმატება ძალიან დაბალი ექნებოდა, მაგრამ მე ხო ზედ უკვე გაშვებულია ეს ნეირონული ქსელები. ეს შეუშვეს უკვე კლასიფიკატორში და როი პულინგში. და ნუ ამით მიიღეს გადაწყვეტილება. ანუ ჯერ თავიდან ქონდა ბირთვი, მაგალითად ResNet-ი ან MobileNet-ი ან რომელიღაც ქსელი. ეს დააგენერებდა უკვე ფიჩის მახასიათებლების ტენზორს. ეს მახასიათებლების ტენზორი შევიდოდა და region proposal ქსელში შევიდოდა. ეს პატარა ნეირონული ქსელი იყო, რომელიც რეგიონების ინტერესის რეგიონების შემოთავაზებას მოხსენდა, თქვა 2000 რეგიონის და ეს ამაზე უკვე გაშვებული იყო კლასიფიკატორი, არის თუ არა ეს ობიექტი, რომელი ობიექტია და bounding box-ი ან დეტექტორი. რეგიონ პროპოზალი არის კლასიფიკატორი, უბრალოდ არის თუ არა ეს რეგიონი საინტერესო. ამდენიმე შრიანია და მე მაგალითად აქაც იგივე იყო როი პულინგი და იქაც კლასიფიკატორი და bounding box დეტექტორი იყო და ამათი შეჯერება ხდებოდა. მე აქაც მე ენკორები ჩადდეს, ეგრეთ წოდებული მიბმული ჩარჩოები ჩადდეს, რა თქმა უნდა NMS-ი, ანუ არამაქსიმალურის ამოფიტვრა ხდება და ნუ ძირითადად ესე მუშაობს. ძალიან შეამცირა კომპიუტერული ფასი გამოთვლის რესურსების დასწავლადი გახადა რეგიონების შემოთავაზების გენერაცია, ამ შემოთავაზების გენერაცია, რამაც სიზუსტე გაზარდა მართალი გითხრათ კი შეამცირა და ნუ ტრეინინგის და დაკვირვების დრო ძალიან გააჩქარა. ნუ იმასთან შედარებით რაც ჩქარი არ არის.
მე მგონი ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა, ამდენი ხანი ვილაპარაკეთ, ფაქტი თქოს 2 საათი გამოგვივიდა, ეხლა მარტო ლექცია, თუმცა მე პრაქტიკულსაც ვილაპარაკოთ. თუ დაგვიგვიანდება ის ბავშვებს გავს. კითხვები თუ გაქვთ? თუ არა, ამას მაინც ეცით პარტნიორებს ისოს და კითხვა დავსვით. კარგი. აშინ მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა ცოტა შევისვენოთ ხო 1-5 წუთი და მე იმპლემენტაცია პირდაპირ აღებული გამზადებული იმპლემენტაცია ბიბლიოთეკებიდან ავიღე და გავუშვი და მოვიტანე, იმიტომ რომ ისინი რაც მქონდა მე იმპლემენტაცია იმდენად ძველი იყო, ბიბლიოთეკები აღარ გაეშვა. მაინც მე გეტყვით რა ბიბლიოთეკებზე მქონდა და ნოუთბუქებიც ამოვქიქეთ ძველი და devs, მაგალითად School of AI-ზე devs პირდაპირ Maxine AI-ის GitHub-ზე. ანუ ძალიან ძველი იყო ეს ლექციები, მე რომ მქონდა ობიექტების დეტექცია სემანტიკურ სეგმენტაციაზე ჩატარებული, იყო 2022 წელს და იმის მე ძალიან შეიცვალა. სურათი 2022 წლის გაზაფხულზე მაქვს მეგონი და ზაფხულში ეს სემესტრი მქონდა ესეთი და მაგ ჩატარებული. რამდენიმე მოხსენება მაგით წაკითხული ეს. ცხოველებთანაც და ქართველებთანაც და იქ მაგ რამდენიმე ეგეთი სლაიდი, ამიტომ აქ ვორქშოპები ძველი და კიდე 2019-20-ის ლექციების კურსიდან მაგ და რაღაცები იქ მე არის ხო ერთი დუბლირება შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ის ლინკი და რაღაცებს გადახედოთ, მაგრამ მეც გეტყვით რა ბიბლიოთეკები იყო, აქაც მითევს ეს სლაიდები, აქაც ფუსტად გავუშინოთ იქები. კარგი, შევისვენოთ ხო 1-10 წუთით და დავბრუნდეთ 56 წუთზე, რას თქვით? შვენიერი. კარგი, რეკონტექსტ გავთიშო მაშინ. ხო? და შესვენების მე ჩავთავის. კარგი, ახლა მოდი იმას ვქნათ, ხო? წადოთ და რაღაცები გავაკეთოთ. ნუ ახლა ბიბლიოთეკები პირდაპირ ავიღე, რაც იყო YOLO-სთვის არის ეს აქვია Ultralytics და Hugging Face-ი ავიღე, Hub-ი Hugging Face-ი არ ავიღე, პირდაპირ RCNN-ი ავიღე და გამოვიყენე PyTorch Lightning-ი RCNN-ის გაწვრთნისთვის და Lightning-ზე 2 სიტყვას კიდევ გეტყვით. მოდი დავიწყოთ YOLO-თი, ხო? დავიწყოთ ჯერ პროსტა მოდი ჯერ მივუერთდეთ, ხო, რომელიც გვინდა ჩვენ ახლა. თუ მაქვს ხო T4, ანუ მე ვარ ახლა მიერთებული. ხო, ანუ GPU მაქვს ერთი ცალი T4 და პირდაპირ იმაზე წავედი კოლაფსი. სხვათა შორის ჩემ ლეპტოპზე გაიწვრთნა, მაგრამ გაუჭირდა RCNN-ს გაწვრთნა, როგორც ყოველთვის და გაიწვრთნა YOLO თავისუფლად გაიწვრთნა. RCNN-ზე ნუ მაშინ დამეწია ძალიან განსხვავება. მოდი დავაყენოთ ახლა აქ რაღაცეები, ტრანსფორმერები დავაყენოთ Hugging Face-ის, Pillow დავაყენოთ, რომელიც არის სურათების ბიბლიოთეკა Python-ის, matplotlib-ი, ნუ ისედაც იქნება, მაგრამ ნუ დავაყენოთ მაინც განვაახლოთ, install და -iOS რომ იცებთ განაახლებს. უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის Ultralytics-ი დავაყენოთ YOLO-სთვის. Torch image models ქვია, მე მგონი Lightning-ი და რაც არის Hugging Face-იდან, PyTorch-ის ბიბლიოთეკები და Lightning-ი დავაყენოთ, PyTorch Lightning-ი და Gdown-ი, რომელიც ისედაც არის ამაში, მაგრამ არის ის, რომ რაღაცები ჩამოტვირთოთ. ჩქარა. Google-ის Drive-დან გადმოტვირთვის საშუალება მოგცეს თუ არ ვცდები მაგისთვის არის. ეხლა მინდა Lightning-ზე გითხრათ, მანამდე სანამ ეს ყენდება 2-ოდე სიტყვა, ეხლა რა არის Lightning? Lightning-ი არის PyTorch-ზე დაშენებული ბიბლიოთეკა. რომელსაც ბევრი რაღაცა აქვს. ну აი ეს გავხსენი მე, მაგრამ მე მინდა ახლა PyTorch Lightning-ი გაჩვენოთ. თავის მეტრიკაც აქვს ამას
TensorBoard-ის თავის ვარიანტი აქვს. მაგრამ თავარი იდეა ის არის, რომ მაგალითად PyTorch Lightning-ის რომ აღარ გიწევთ კოდის წერა თქვენ მოდელის გასაწვდომილად სპაგეტი კოდს, რასაც ეძახიან ერთი და იგივე კოდის წერა. იმის მაგალითად გააკეთოთ ობიექტი, მოდელი, შეგიძლიათ ეს მოდელი აღწეროთ Lightning-ის მოდულში, რომელიც PyTorch-ის მოდულის შვილი კლასია. მემკვიდრე კლასია ეს ჯობია ქართულად ვთქვათ. ან უბრალოდ მოდელი გადასცეთ ამ თქვენს მემკვიდრე კლასს და PyTorch Lightning-ის კლასს, Lightning მოდულის კლასს და შიგნით გააკეთოთ ოპტიმიზატორების კონფიგურაცია, მაგალითად ადამიანის ოპტიმიზატორი და იმის მაგალითად რო აქ ცალკე აღწეროთ. შიგნით გააკეთოთ ტრეინინგის საფეხურის აღწერა, ოღონდ არ დაგჭირდებათ აქ უკუგავრცელების ანუ ეგრეთ წოდებული back propagation-ის გამოძახება, არ დაგჭირდებათ მოწყობილობაზე ჩაბმა, მაგალითად device-ზე ჩაბმა, ხო? არ დაგჭირდებათ iterაციები შიგნით აღწერა, თქვა და კუდას ნაწილი რომ და ჩააბათ ანუ MPS-ზე ან რომელიმე device-ზე რომ და ჩააბათ, ან ოპტიმიზატორის gradient-ის გამოძახება და backward-ის გამოძახება, თქვა და ოპტიმიზატორის step-ის გამოძახება და მე ზეროგრადზე დასმა. ეს ყველაფერი თვითონ აიღებს თავის თავზე ძალიან ოპტიმალურად, ვიდრე თქო, ადამიანი დაწერს თუ ძალიან რაფინირებული სოფისტი. ძალიან სკრუპულოზული კოდი თუ არ ჭირდება, უბრალოდ ეს გამოიძახებთ ტრეინერს გადაცემთ ამ Lightning-ის მოდელს და გადაცემთ მონაცემების ჩამტვირთველებს, ხო? მაგალითად ვალიდაციისთვის და ტრეინინგისთვის და ეს გამოიძახებს მე შიგნით ტრეინინგის საფეხურს ყოველ iterაციაზე და შესაბამის ეპოქაზე და გამოიძახებს I'm training step რო გააკეთეთ, იმას გამოიძახებს და გამოიძახებს აი ეს კუდა აღარ ჭირდება. აი ყველაფერს რაც აქ წერია თვითონ გააკეთებს. ვალიდაციასაც თვითონ გამოიძახებს, ევალუაციის მოდში გადაიყვანს, gradients გააჩერებს, ტრეინინგის დროს აი ამ ნაწილს თვითონ გამოიძახებს. როგორც ხვდებით, საკმაოდ ამცირებს კოდის წერას რა. აი მაგალითად, ჩვეულებრივად ავტოენკოდერის გაწვდომა ხდება და ენკოდერი და დეკოდერის აღწერა შიგნით გადაეცემა უბრალოდ ენკოდერი დეკოდერი და ხდება აქ ტრეინინგის გამოძახება და ასევე შეგიძლიათ ვალიდაციის და ტესტის სტეპის საფეხურის გამოძახება ბოლოს უკვე რა თქმა უნდა ტესტს უკვე ხელით იცახებთ რადგან არ უნდა შეერიოს ტესტის მონაცემებსაც თუ მონაცემებს და უბრალოდ გამოიტანოთ რამდენიმე თქვენ ცდომილება ან მაგალითად სიზუსტე შეგიძლიათ რამდენიმე რამე გამოიტანოთ აქ იდეა რა ვქნათ აი მაგალითად აი ტრეინერი მაგალითად შეგიძლიათ მივთითოთ რამდენი პარალა შეიძლება გაეშვას რამდენიმე მოწყობილობაზე მაგალითად რამდენიმე ვიდეო ბარათი თუ გაქვთ ან შეიძლება ამაზე გავუშვათ ან რამდენიმე პროცესორზე გავუშვათ ასევე დისტრიბუციულად შეიძლება გავუშვათ რამდენიმე მანქანაზე აქვე უთითებთ ბევრ რაღაცას მაგალითად მაქსიმალური და მინიმალური ეპოქები მაგალითად მინიმალური ეპოქა აუცილებლად რომ უნდა შესრულდეს მიუხედავად იმისა მაგალითად ვალიდაციის და წვრთნის ცდომილება თუ შორს წავიდა ერთმანეთისგან ხო ერთი ზევით თუ წავიდა შორს წავიდა არაფერს არ ნიშნავს ერთი თუ ზევით წავიდა ვალიდაციის თუ ზევით წავიდა მაგრამ მაინც მინიმალური ეპოქა შეასრულოს მაქსიმალური ეპოქები ნიშნავს რამდენი ეპოქა საერთოდ რამდენი ეპოქა შეასრულოს აქსელერატორი ანუ რომელ მოწყობილობაზე მოებას ხო ან GPU-ზე გააკეთოს წვრთნა და ასე შემდეგ რაღაცა აქვს რა ბევრი საინტერესო რაღაცა აქვს და ძალიან მოხერხებული ალბათ ოლიმპიადაზე სასურველია რომ ეს გამოიყენოთ იმიტომ რომ ჩქარა აკეთებთ უბრალოდ კოდის წერა შეიძლება რაღაცები გამზადებული ქონდეთ უბრალოდ შეგიძლიათ მონაცემი და რაღაცები გამოცვალოთ და აი ამის წერა აღარ მოგიწევთ რა ეს ყველაფერი შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეახვიოთ ერთ კლასში და ამას გამოვიყენებ ახლა მგონია ყველაფერი დაყენდა მოდი შემოვიდროოთ ჩვენ მონაცემები ის არ ქვია იმპორტები გავაკეთოთ request-ები, იმიტომ რომ მონაცემები გადმოვიწეროთ, გზადაგზა, ტორჩი
Torch Vision-ი არის PyTorch-ის ბიბლიოთეკა, რომელიც Computer Vision-ისთვის არის განკუთვნილი და აქედან ტრანსფორმები შეგვიძლია ავიღოთ მეორე ვერსიის ტრანსფორმები აქ ანუ აუგმენტაცია რო გავაკეთოთ, გავადიდოთ, შევცვალოთ სურათი გზაში, რომ უფრო ფართო კლასი ამაზე ვილაპარაკეთ წინასე, ხო უფრო განზოგადება კარგად ისწავლოთ ჩვენ ამ მონაცემებს ესეც საშუალებაა ეს რეგულარიზაციის. და ზალაიტინგი, აქ ორჯერ მაგ შემოწერნი სხვადასხვანაირად ამაკ გამოყენებული და PL და ELIT მაგ აქ შეიძლება ELIT დაგოთ. და ზუსტად YOLO შემოვიტანოთ ამ Ultra Lytics-ის. აქ ვაკეთებ უბრალოდ მოწყობილობის ინიციალიზაციას და აქ მოძებნის რომელი მოწყობილობა მაქვს ხა კუდაა ხო? ჩემთან MPS მოძებნის ან სხვაგან მაგათაც CPU-ს ან რაღაცა TPU-ს. აქ უბრალოდ მკვდა და CPU და MPS-ი მაქვს, მაგრამ შეიძლება TPU-ს დაამატოთ და TPU-ზე გაწვდნათ. ნუ გავაკეთოთ რაღაც ჩვენის თავად დირექტორია იყოს data, სადაც პროცესები გვექნება და მაგათაც აფრიკული ცხოველები გვაქვს, ანუ აფრიკული გარეული ცხოველების dataset-ი გვაქვს მაგალითად YOLO-სთვის და რაღაც მაგალითად სახეების dataset-ი ადამიანებისთვის და კიდევ მაქვს რაღაც pedestrian ფეხმოსავლების dataset-ი, რომელსაც შეგვიძლია გავწვდნათ ჩვენი მოდელი. უბრალოდ ნახოთ ხო გვაქვს ყველაფერი. ნუ ჩამოტვირთოთ ჩვენი მონაცემები. ეს ჩვენ ცხოველების pedestrian-ი, ანუ კაი ჩამოტვირთოთ ფეხმოსავლების მონაცემები. ეს კაი ჩამოტვირთავს, კი ბატონო. ნუ რაღაც კიდე გვინდა ხო? ნუ მაგალითად გაწვდნილი YOLO ავიღოთ და მაგალითად ადამიანებზე და იმაზე დავაკვირდეთ ცხოველებზე რას იზამს. ადამიანებზე და ქუჩის სურათზე დავაკვირდეთ რას იზამს რა. და ეს მინდა მე თქვენს გქნათ რა. ეს არის პირდაპირ YOLO მოდელი ამ Ultralytics თუ რა ქვია. და მაგალითად YOLO 8 ავიღე ხა 5 ჩვენ 3-ზე ვილაპარაკეთ, აღარ წავსულართ მე YOLO-ს საერთოდ ტრანსფორმერის VIT Vision ტრანსფორმერი დაამატე შიგნით. და იმისვე ძალიან დაიხვეწა YOLO ბოლოს მე რო ვიყენებდი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხედავთ რომ აი დეტექცია გააკეთა ადამიანების და ავტობუსის მაგალითად. და უფრო მეტი stop ნიშანი მოძებნა აქ. არის თუ არა ზუსტად არ ვიცი stop ნიშანი ალბათ არის. ნუ აღწევთ ახლა ჩვენს YOLO, ავიღოთ გაწვდნილი და გაწვდნილზე რაფინირება გავაკეთოთ, გადავწვდნათ ჩვენ მონაცემებზე აფრიკული ცხოველების მონაცემებზე. აბა ჩამოტვირთავს ახლა მონაცემებს. YOLO-ს როგორც გითხარით, მონაცემები ცოტა განსხვავებული აქვს. ხო, დასმული აქვს ყველაფერი ნორმალიზებული აქვს და ერთზე აქვს დასმული. ყოველ შემთხვევაში ესე ქონდა და იმედი ახაც ესე აქვს. წავიდა პირველი ეპოქა და წავიდა ცვთნა. ნუ ეს ჩვენი ბოქსების და კლასების ცდომილება. საშუალო სიზუსტეზე მოდი მე ვილაპარაკებთ. მე მინდა რომ უფრო კარგად აღიხსენოთ და და სხვა ცდომილებებზე. უბრალოდ ეს არის გაწვდნის მეთოდი და მინდა რომ მე თქვენ აი ეს მოდელი აქ შევინახე. გაიცნობა ნუ 5 ეპოქა უნდა გაიაროს და მე მინდა რომ თქვენ თვითონ ცადოთ აიღოთ ეს მოდელი. აქ Onyx-ი არის ესეთი ბიბლიოთეკა Neural Network Exchange ქვია. რაც object აღარ მახსოვს ისთვის იყო და არის რაღაც საერთო სტანდარტი და შეგიძლიათ TensorFlow-ს PyTorch-ის მოდელი Onyx-ში გადათარგმნოთ და უფრო შკარა დაკვირვებისთვის შკარა გამოიყენოთ განსაკუთრებით Computer Vision-ის მოდელები თუ გაქვთ. აქ არის გადაყვანა Onyx-ში უბრალოდ აქ არ აქვს Onyx დაყენებული და შეცდომას ამოგიგდებს უფრო მოგთხოვს ბიბლიოთეკას. მაგრამ ეს ისე უბრალოდ ხო იქ და გამოვიტანე. არის დაკვირვებისთვის და წარმატებისთვის შეიძლება გამოგადგეთ, თუმცა არ ვიცი ხა იქ როგორ არის პრაქტიკა. თვითონ PyTorch-ი საკმაოდ ჩქარი იქნება თუ გადაიყვანთ სკრიპტის მოდელში, ან კომპილაციას თუ გავუკეთებთ. მე რამდენი ეპოქაზე ვარ დაწეს ხო? ნუ თუ ხედავთ YOLO საკმაოდ ჩქარა იწვრთნება. როგორც გითხარით, მოდელი საკმაოდ სწრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მე კიდე დაამატეს ბევრი რაღაცა ამ YOLO-ს. პირველი და მეორე აი სასწაულად ჩქარი იყო. best PT შეინახა.
კაი, მოდი მოდელი შევინახოთ. ონიქსი რა თქმა უნდა ვერ გადაიტანს. ალბათ ცდილობს რომ თვითონ დააპდეიტოს და ჩამოტვირთოს ეს ბიბლიოთეკები, ხედავთ. აყენებს თვითონ. გადაიტანა. ონიქსი გადაიტანა, თვითონ ჩამოტვირთა და გადაიტანა. ეს სინამდვილეში ეს რომ ნახოთ, ხო, სინამდვილეში PyTorch-ის ობიექტის მემკვიდრე კლასია ესეც რა. რომ ნახოთ თქვენ ეს ჩვენი YOLO რომ ნახოთ რა არის სინამდვილეში PyTorch-ის ობიექტის მემკვიდრე კლასია. უბრალოდ ამათმა თვითონ დაამატეს გაახვიეს მე აი ამ detect მოდელში. ტიპი ნახოთ აბა. შეგიძლიათ უკვე source-საც ან კოდსაც თვითონ გადაავალოთ თვალი. აი ამას გადაავალოთ თვალი. ისი მემკვიდრე კლასია ვნახოთ. აჰა, base არის მოდელი. ეს მოდელი არის მოდელი და ამის base იქნება უკვე მოდული, ეს არის უკვე torch-იანი მოდული, როგორც ხედავთ. PyTorch-ის მემკვიდრე კლასია. კარგი. აბა მე მინდა რომ მე აიღოთ თქვენ ახლა რამდენიმე სურათი ამ ვალიდაციის მონაცემებიდან. და აი ეს bounding box-ები შემოაკლათ ამ სურათს რა. ესეთი ნახატი გააკეთოთ რამდენიმე, როდესაც გაწვნას მორჩებით, აქ ცოტა ეპოქები მოუმატეთ, პარამეტრები დაამატეთ, შეცვალეთ მაგალითად. მაგალითად სურათის ზომა რაღაც რამდენიმე პარამეტრი აქ ამას და შეგიძლიათ ამ პარამეტრებით აუგმენტაცია გაუკეთეთ თუ შეძლებთ სურათებს და აი ესეთი რაღაცა გააკეთეთ, ანუ სიზუსტეს ვინ მიიღებთ უკეთესი. და მე ნუ სადაც რო გავუშვათ ეგ მოდელი და მაგალითად სერვერზე აწვიოთ ასად. თქვენთან გავუშვათ. ნუ ეხა RCNN-ი რო გავუშვათ, ამისთვის ჯობია გავწმინდოთ ჩვენი ხამეხსიერება, უკარგი ბლოკად გქონია. და ავიღოთ რაღაც face detector-ი და ზუსტად ეს lightning მოდული იქნება. Lightning-ს აქვს data მოდული, სადაც არის ტრანსფორმაციები. ტრანსფორმაციები ეხა ეს უბრალოდ ნორმალიზებას აკეთებს, ტენზორში გადაიყვანს და საშუალოზე გაყოფს და STD-ს გამოაკლებს. ანუ სტანდარტულ ნორმალური არ იქნება ეს, მაგრამ ნუ საშუალოს 0-ზე დასვავს და დისპერსიას ერთზე. და ზომაზე დასვავს 800-800-ზე, ხო? არის ტემპი. აქ საიზი არ ვიცი. მაქსიმუმისა რა არის. ეს ახლა სხვა ფორმატიდან გადაყავს კოკოს ფორმატში, თუ სწორად მახსოვს. სახეები უნდა მოწევნოს და სურათი და შესაბამისი ბოქსებს დააბრუნებს. ჩვენ გვინდა ბოქსის რეგრესია, ხო? და ეს ნუ შესაბამისი Y ხო უნდა დააბრუნოს, ზუსტად ამ ბაჩის ორცალი მონაცემია ბაჩი და ამის zips გააკეთებს, ან გაყოფს და ორად დასვავს. ეს იქნება სურათი და ბოქსები. გაწვრთნისთვის მონაცემების ჩამტვირთველი იქნება ტრეინინგის დატასეტი აქ ხდება, ამოცნობა ეს არის ტრეინინგის დატასეტი, თვითონ ჩამოტვირთავს data folder-ში ჩააგდებს დატას და download through-ს რომ ვეთიდებ ჩამოტვირთავს. შაფლ ნიშნავს, რომ ყოველი ეპოქის მერე აქ შეხავს ასე ვთქვათ, სხვადასხვა გადაანაცვლებს, აუღრევს ტექსტებს, ანუ ერთი რეგიონიდან რო არის სწავლოს. და ნუ batch size 8 არის, იმიტომ რომ მეტი არ ეტევა ხოლმე. აქ არ ვიცი, აქ შეიძლება 16-იც დაეტიოს, აბა ვნახოთ. თუ ამ ვიდეო შეცდომა. მოდით რა ვქნათ batch size-ი ცალკე გავიტანოთ ჩვენ, ხო? სადაც ავწევოთ აქ. მოდიში. საწავით კაცო. აქ ავწევოთ batch size-ი. თუნდაც აქ.
და ნუ თქვა ვსადოთ 16 და ყველგან ის მივწეროთ რომ მე არ ვიწვალოთ. პრინციპში ვალიდაციას და ტესტირებას შეგვიძლია ორმაგე გავუხადოთ, ბაჩსაისი, ხო? ტრეინინგს ესე დავუტოვოთ, ვალიდაციის დროს უბრალოდ ვალიდაციის სპლიტს გააკეთებს, ვალიდაციის დატას ჩამოტვირთოთ. ვალიდაციისთვის შაფლ უკვე აღარ ვჭირდება, ხო? ანუ აჩეხვა აღარ ვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვალიდაცია ყოველთვის ეგრევით შეგვიძლია გავაკეთოთ. გისმენთ? და ვალიდაციის გარდა რო გავთიშოთ, ანუ overfits რის გავთ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არ გვეცოდინება საიტსავა ისა, ხო? არ გვეცოდინება, ჩვენ შეიძლება მოგვივიდეს ესეთი რაღაცა ვალიდაციის ცნობილება, ხო ვიწავიდეს და ტრეინინგის ზევით. ხო. მართალია. პირიქით ტრეინინგის ქვევით და ვალიდაციის ზევით ზუსტად მაგ დროს ხდება, მაგ დროს არის უკვე ვარიაცია იზრდება და ვარიანსი იზრდება და მოიცა როგორ? ტრეინინგის ქვევით წავიდეს ცნობილება, რომ ტრეინინგი კარგად მიდის, ერგება ტრეინინგის დატას და ზუსტად ვალიდაციის ზევით წავიდეს. ხო. კარგი აღწეროთ ეს face data. მოდი მოდელის ინიციალიზაცია გავაკეთოთ. ზუსტად აქ ხდება აი აქ მოდელს აქვე აღწერთ, ოღონდ ეს იქნება შიგნით შეხვეული მოდელი აი ამაში. ეს მოდელი იქნება გახვეული აი ამ ჩვენს რა ქვიან PyTorch Lightning-ის მოდელში უკვე. იგივე იმის მოდულის შვილია ესეც Torch NN-ის მოდულის შვილია. შვილობილია მემკვიდრე კლასია, მაგრამ ნუ რო იცოდეთ ესე შეგიძლიათ გაახვიოთ და გაიუმჯობესოთ. აქ ხა ვალიდაცია მე გამორთული მაქვს და ამას თქვენ მოგცემთ დრო, გაერთოთ, იმიტომ რომ აქ ვალიდაციის შეცდომას აგდებს და ტესტზე და ამიტომ მინდა რომ თქვენ თვითონ ჩახედოთ და გაარჩიოთ ეს ნაწილი. პირდაპირ Lightning-ის მაგალითია და იქნებს ეს. აი მოდელი ავწერეთ. და ავწეროთ და ტრეინერი ავწეროთ. ეხლა ეს იწყებს დატის ჩამოტვირთვას დაიწყებს თუ ჩამოტვირთა ხო დატა ეპოქები მაქსიმალური 5-ია 16-იანი mixed precision სიზუსტით 32 ბიტიანი და 16 ბიტიანებზე 32 ბიტიანებზე ორივეზე გაწვნის რაღაც შემთხვევაში მეხსიერება შეინახოს და ლოგირება გააკეთოს ყოველ 10 საფეხურზე. კარგი. სადღაც აქ პრინტი მქონდა და ეს პრინტი წავიღოთ, ხო არ გჭირდება ახლა აქ პრინტი გავგვიფუჭოთ ჩვენ საქმეს ამიტომ ესე გავაკეთოთ, გავუშვათ. და ნუ თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია გავუშვოთ უცებ ერთი ტრეინინგი. ახლა რასაკეთებს ეს ჩვენი PyTorch Lightning-ი თვითონ მაგათად კუდას ჩააბა, აქ აქსელერატორი არ აქვს მითითებული, რაზე გაეშვას და თვითონ მოძებნა რო კუდა. ნული არისო. ამ დატას იმაშვება იხებს უბრალოდ და ექსტრაქტს ვკეთებს. 1.14 გიგაბაიტი. მოდელი ეს არის არა გაწუთნადი პარამეტრები 58 ეს არის ზუსტად ალბათ როის პულინგის პარამეტრები და აი მეტამატებითი anchor box-ების პარამეტრები. total პარამეტრი ამდენი აქვს, ამდენი მილიონი, ამდენი 1000 აქვს, არა გაწუთნადი აქვს 19.3 მილიონი პარამეტრი. და ზოგადად ზომა არის მეგაბაიტებში 717.555 280 მოდული აქვს ამ ჩვენ ტრეინ და 0 მოდული გასაცნობად ევალუაციისთვის. ეხლა უნდა თვითონ დაეწერა აქსელერატორი ტრეინებელი. აქსელერატორი რატო არა აქვს აქ მითითებული? GPU available თვითონ მოძებნა available, ანუ არის GPU შესაძლებელია, არის მანქანაზე, ანუ მოძებნა და მივთითა რომ კი და ამ კუდაზე გაწუთნის. TPU არ აქვს, TPU მანქანა არ აგვიღია და დანარჩენს დაანებებს ხარ თავს, ხო? GPU-ს გაანებებს თავს და გაწვნის GPU-ზე. ტესტის და ვალიდაციის ის გახსნის და დაიწყებს დასწავლას. ხო, ამას უკვე გაწუთნილი მოდელი ავიღეთ და იმის რაფინირებას ვაკეთებთ. ეს გაწუთნილია უკვე default-ი ნიშნავს, რომ გაწუთნილია backbone-ად, ანუ იმ თავარ მოდელად, ნეირონულ ქსელად, რაშიც გაივლის პირველი ენკოდერად, ესე ვთქვათ, აქვს
Mobile network 3 არის ესეთი უფრო შემსუბუქებული და აქვს ეგეთი არ ვიცი ქართულად ამავიწყდა რა ერქვა მაგას ნაწილობრივი კონვოლუცია კონვოლუციის ფილტრები ძალიანად სიღრმეზე არ მუშაობენ რამდენიმე სიღრმეზე ნაწილ მუშაობენ რაც ძალიან სუბუქი იყო იმ დროს და მობილურზეც კი შეიძლება და გაშვება და მაგითო დაარქვეს mobile net. აბა დახოთ ახლა და რა მოგვიქნო. ბაჭ საიზია მქონია განსასწრული რამდენი ვიცვალე და წყალში გადავყარეთ ეს არ მქონია განსასწრული მოდი კიდეცული მოდი. აბა 16-იანი ბაჭები თუ წახვა. ამდენი წვალება ამდენი ლაპარაკი წყალში ჩაგვიყარა არა ვშოს. აბა გავუშვით ეხლა თავიდან დათის ამოღება ხო ყველაფერი ჩამოტვირთულია და წავიდა პირველი ეპოქა იმედი ეყოფა ახლა 16 ბაჭს თუ ვერ ეყო რამე არ არის ძალიან დათვირთული და დაიტვირთა. Power GPU-ს რამე არ არის ძალიან დათვირთული დისკი კი არის ახლა დისკზე 112 გიგაბაიტი გვაქვს. ცალი ბირთვი შეიძლება არ ყოფილს ბაჭში. ნახე რამე წაიღოს ევით და GPU-ს რამე წავარდა. შეიძლება ძალიან ბევრი. არა გავუშვა, მაგრამ ელამენტის ძალიან. 16 ბევრია ამისთვის. მოდი შევაჩეროთ და შევამციროთ ხო ბაჭის ზომა. ძალიან ელამენტის არ გვინდა ესეთი ნელი. კაი, შევამციროთ ბაჭის ზომა ძალიან დიდია. პორციის ზომა შევამციროთ 16 არ არის 8 ჯობნებულა. ეს არ შეიძლება ხო. What? გავუშვით თუნაზე. აბა ეხლა რა სისავს. ფაქტია რომ GPU-ზე მიდის, მაგრამ SNL-ი არ უნდა იყოს. ძალიან ნელია ეს რომ ამას დავველოდოთ ჩვენ დიდი დრო გავა. ამას დავალებად მოგცემთ მე თქვენ. გაარჩიეთ. გავუშვით გაწვენით. კოლაბი უფასოდ შეგიძლიათ აიღოთ. დღეს აშკარად ძალიან ჩქარა აკეთებდა და ეხლა ძალიან ნელა წავიდა. ეგეცადეთ რომ დააოპტიმიზიროთ კიდეც. ხო, უკვე 9:30-ია ძალიან გადაგვიცდა დრო ეხლა ჩვენ. 2 საათ 9:30 აქ ვართ, ამიტომ ჯობია რომ ამას აგიტვირთავთ მერე და ჩვეულებრივ ნოუთბუქად აგიტვირთავთ, თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის კოლაბში ხო დაიმპორტოთ ნოუთბუქი GitHub-იდანაც და GitLab-იდანაც, ან კოლაბად გადავაკეთოთ და ისე ავტოთ. ძალიან მიხედავს მაგას მიხედავენ ხოლმე და გადაგიტყვანი კოლაბში. ლინკსაც მოგცემთ ბოლო და შეგიძლიათ პირდაპირ GitHub-იდანაც აიტანოთ ეს. ჩვენ GitHub-იდან. ხო, კიდე რა მინდოდა პარალელურად მინდოდა მეჩვენებინა ჩვენი ძველი workshop-ები. აქ რამდენიმე workshop-ი მქონდა. ეს რაღაც ცოტა Hugging Face-იდან გადმომეწერა, მაგრამ ძველი workshop-ებს ვეძებდი. აი აქ მქონდა მაგალითად არის ეგეთი ბიბლიოთეკა იყო OpenMMI და იყო MM segmentation და MM detection. სემანტიკური სეგმენტაციისთვის და დეტექციისთვის ვიყენებდი, მაგრამ რო ჩავხედე, ახლა ბოლო კომიტები ძალიან გვიან იყო, ძალიან ადრე იყო გაკეთებული და რატოღაც ეს MM-იც იმდენად ინტენსიურად როგორც ხედავ აღარ გამოიყენება, თუმცა იყო კარგი ბიბლიოთეკა იყო. მანამდე დეტექტრონი იყო ესეთი და ეხლა დეტექტრონში კიდევ იყო ახალი კომიტები, მაგრამ ისიც ესე ინტენსიურად როგორც ხურებ აღარ გამოიყენება, ამიტომაც პირდაპირ ავიღე გამზადებული კი არა, პირდაპირ ავიღე PyTorch-ის ბიბლიოთეკაში რაც არის Lightning-შიც არის და PyTorch-იც ეს object detection-ის PyTorch Lightning და PyTorch-იც არის პირდაპირ ეს ობიექტების დეტექციაში აბა თუ მოძებნე faster CNN-ი პირდაპირ PyTorch-ში არის, აი ResNet-ი და MobileNet-ი სამი ჩვენ რასაც ვიყენებთ ახლა. და ხო, აქ დაამატეს კიდე FPN-ი, ანუ feature პირამიდები, რაზეც ვილაპარაკეთ დღეს. აი ამაზე ხო ვილაპარაკეთ.
აი ამაზე ხო ვილაპარაკეთ ამ პირამიდებს, აი აქიდან ენკოდერისა და დეკოდერისთვის დამატება რო ხდება, ეს არის თუ არ ვცდები ახალი fast RCN-ებში დამატებული და ამიტომ ქვია FPN-ები. ნაშრება ჩვენი. სად გქონდა გაშვებული, აქ არის ხო გაშვებული. ხო მიდის ეს ტრეინინგი ნედლა. მე მგონი დღეს შეგვიძლია ამით დავასრულოთ და დანარჩენი შემდეგ შეხვედრაზე უკვე სემანტიკურ სეგმენტაციაზე ვისაუბროთ. სეგმენტაცია ესე კატასტროფულად რთული არ არის, ხა ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ ერთდროულად და შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს ამ დამუშავება. ამიტომ ეცადეთ ვიდეოს უყუროთ, ეცადეთ სხვის ვიდეოებსაც უყუროთ, მოიციოთ ინფორმაცია და აუცილებლად ნოუთბუქებსაც გადახედოთ და იმუშაოთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ნახვამდის, მადლობა. ხონდის ეს გამორთავე